მოგესალმებით, მე ვარ თამარ ედიბერიძე, ბავშვთა ნევროლოგი და ჩვენ დღეს ვსაუბრობთ აუტიზმის შესახებ. მოგეხსენებათ 2 აპრილი არის აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე. ერთის მხრივ აუტიზმი იმდენად ბუნებრივად რაღაც თავისთავად შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში, ცოტა უხერხულიც არის ალბათ ცალკე ერთი დღე გამოყო და ერთ დღეს დაარქვა მისი სახელი, ყოველ დღე რეალურად აუტიზმის დღეა, თუმცა ასეთი თარიღები მაინც გვჭირდება ხოლმე იმისთვის, რომ შევიკრიბოთ პროფესიონალები, ოჯახის წევრები, პაციენტები, ზოგადად საზოგადოება, შევაჯამოთ, დავგეგმოთ, დავსვათ დამატებითი კითხვები, გავაკეთოთ ანალიზი და ფაქტია, რომ ყოველთვის ინფორმატიული და ყოველთვის სასარგებლოა ხოლმე ეს ყველაფერი ორმხრივ. ჩემი საუბრის თემა დღეს იქნება სამედიცინო მდგომარეობები და კონკრეტულად მათი დიაგნოსტიკა. ვინაიდან ყველანაირ ჭრილში, ასე ვთქვათ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ბევრი ვიცით, მაინც აქტუალური თემა, ემატება ახალი ინფორმაცია, გადაფასდა გარკვეული ტესტების საჭიროება და მათი ღირებულებაც, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, პირველი ვიწყებთ ყოველთვის იმით, რომ არც ერთი სამედიცინო ტესტი, ეს იქნება ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა, არ ემსახურება უშუალოდ აუტიზმის დიაგნოსტიკას ან გამორიცხვას. ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით და ეს საიდუმლო აღარ არის. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, აუტიზმი არის კლინიკური დიაგნოზი, მისი დიაგნოსტიკა ხდება ქცევითი, ემოციური და ასე შემდეგ პატერნების იდენტიფიცირებით და სულ უფრო ხშირად ვაპარაკობთ, რომ ეს არის პიროვნების ნაწილი. ეს პიროვნებაა, განსხვავებული პიროვნებაა აუტიზმის მქონე და ბუნებრივია დიდი ხანი აღარ ვლაპარაკობთ, რომ ეს არის რაღაც ავადმყოფობა ან დაავადება ამ შემთხვევაში. თუმცა სამედიცინო კვლევები შეიძლება აქტუალური იყოს ორი ძირითადი მიმართულებით. ერთი, როდესაც აუტიზმი არ არის ცალკე მდგომი მდგომარეობა, დამოუკიდებელი მდგომარეობა და ის არის სხვა უფრო კომპლექსური, უკვე სამედიცინო მდგომარეობის ნაწილი, მაგალითად ტუბეროზული სკლეროზი, მაგალითად მყიფეიქ სინდრომი და ასე შემდეგ. ან მეორე, როდესაც არც ერთი, არც ტიპიური, არც ატიპური განვითარების ადამიანი არ არის დაზღვეული სხვა ასოცირებული სამედიცინო მდგომარეობებისგან, არის მდგომარეობები, რომლებიც მეტად გვხვდება აუტიზმის მქონე ადამიანებში, ან შეიძლება სიხშირე თანაბარიც იყოს, ან თუნდაც ნაკლებიც, მაგრამ ამ სამედიცინო მდგომარეობებიდან გამოწვეული ტვირთი, მაგალითად დისკომფორტი, ხო, იმდენად არ ღვევდეს უკვე კომპენსირებული მდგომარეობის მიმდინარეობას, რომ მან გამორჩეული პრობლემა შექმნა. ნებისმიერ შემთხვევაში ამ დროს ნამდვილად ერთვება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა მდგომარეობის იდენტიფიცირებაში. ზოგადად რომ ჩამოვთვალოთ რა მიმართულებები შეიძლება ეს ყველაფერი იყოს. ნახეთ, არის კვლევები, რომელიც შეიძლება რუტინული არა, მაგრამ უფრო ხშირად გამოყენებადი, უფრო უნივერსალური, უფრო ადრეულია, უფრო ზოგად შეფასებას ემსახურება და შემდეგ რაც უფრო იხვეწება, ასე ვთქვათ, უფრო მეტად და მეტად ფოკუსირებული ჯგუფი ჭირდება, მაგალითად, ვისაც ესა თუ ის კვლევა ჩაუტარდება. ასეა თუ ისე, რამე ერთიანი სავალდებულო პროტოკოლი, რომელიც მაგალითად აუცილებლად ყველა კონკრეტულად აუტიზმის მქონეს უნდა ჩაუტარდეს, მაინც შემუშავებული არ არის და რეალურად მაინც გამოდის, რომ გარკვეულ სიმპტომებზე ფოკუსირებას ვაკეთებთ, ან ასაკი განსაზღვრავს, ან სხვა მდგომარეობა ამ ყველაფერს. პირველი, რაც გვაქვს მითითებულია, ის სმენის და მხედველობის შეფასება. მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს ზოგადად ბავშვის განვითარების აუცილებელი ნაწილიც არის სმენის და მხედველობის და ამას არ ვაიგნორებთ მათ შორის ტიპიური განვითარების ბავშვებთან. უბრალოდ შევთანხმდეთ იმაზე, რომ როდესაც არის სმენის და მხედველობის რამე პრობლემა, ბუნებრივია ძალიან დიდი და ბარიერი შეიძლება იყოს შემდგომი განვითარებისთვის. მათ თუნდაც სხვა მხრივ ტიპიური ბავშვისთვის და მით უმეტეს ესეთი ატიპური ადამიანისთვის, რომელიც რა არის აუტიზმი, ხო, ეს არის განსხვავებული კომუნიკაცია, განსხვავებული გამოხატულება, განსხვავებული რეაგირება. და როდესაც ასეთი განსხვავებული ადამიანი კიდე განსხვავებულად ხედავს, ან ბოლომდე ვერ ხედავს, სხვანაირად ხედავს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმატებს. ხო? თორე სმენაც და ყურით და თვალიც ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი, გინდათ ჭიშკარი დავარქვათ, გინდა ფანჯარა დავარქვათ, ამით ვხედავთ სამყაროს და შემდეგ ნერვული სისტემა ამითი აკეთებს საპასუხო რეაქციას. იგულისხმება, რომ მინიმალური ეჭვის შემთხვევაშიც კი, თუ გვაქვს თუნდაც მინიმალური ეჭვი, რომ ბავშვი შეიძლება ვერ ხედავდეს კარგად, ან არ ესმოდეს კარგად, შეიძლება არ ქონდეს განცდა, რომ ეს არის მაინდა-მაინც ყრუ და სმენა დაქვეითებული, ან სმენა ჩლუნგობა არა, მაგრამ დაქვეითებული სმენა.
ითვლება, რომ ჯობია არ გადავდოთ ეს შეფასება და რაც მალე დავრწმუნდებით, რომ ხარისხიანი სმენაა, მით უკეთესი, თორე პასუხი შეიძლება ესედაც სხვადასხვანაირი იყოს. ჩვენ ვიცით, რომ ახალშობილობის პერიოდშიც კი სკრინინგი, პირველი სკრინინგი სმენაზე ჯერ კიდე ახალშობილობის პერიოდში კეთდება, არ უნდა დაგვაბნიოს და დაგვაბრკოლოს იმან, რომ სმენის დაქვეითება შეიძლება იყოს დროში პროგრესირებადაც. ანუ ბავშვი კარგად ხედავდა, მაგრამ დღეს ვეღარ ხედავს, კარგად ესმოდა, მაგრამ დღეს ვეღარ ესმის. ამიტომ თუ მაგალითად თუნდაც 1 წლის წინ, 2 წლის წინ რამე შეფასება ჩატარებულია, მაგრამ დღეს მეპარება ეჭვი, რომ რაღაც აქ ისე არ არის, რეალურად ის ძველი დადებითი შეფასება ბარიერი არ უნდა იყოს იმისთვის, რომ ამას შესამოწმებელი არაფერი არ ექნება ამ შემთხვევაში. გვეპარება ეჭვი, ჯობია დავრწმუნდეთ, რომ ამ შემთხვევაში კარგი სმენა და მხედველობა. აი რაც შეეხება ცოტა უფრო ზოგადი და აი არა კონკრეტულად ნერვულ სისტემაზე, არამედ სხვა შინაგან ორგანოებზე ორიენტირებულ მონიტორინგს, ესეც მოდი შევთანხმდით, რომ არც ტიპიური განვითარების ბავშვისთვის არ არის ზედმეტი ამ შემთხვევაში, თუმცა იქაც მოვიკოჭლებთ ალბათ ხშირ შემთხვევაში, მაგრამ განსაკუთრებით მგრძნობიარე და მტკივნეული არის ხოლმე ნეიროგანვითარებითი დარღვევების და განსაკუთრებით ესეთი ატიპური განვითარების შემთხვევაში. ეს ეხება სტომატოლოგიურ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანსაღი მუშაობის და ასე ვთქვათ ჰიგიენის მონიტორინგს, ისევე როგორც ყელყურის პათოლოგიის და მაგალითად ალერგოლოგიურ ანამნეზ და ალერგოლოგიურ მონიტორინგს. აი სტომატოლოგიური ალბათ ყველაზე უფრო ესეთი მოწყვლადი თემაა და ყველაზე უფრო ჰაერში გამოკიდებული თემა. მე ბუნებრივია ამაც დიდხანს ვერ შევჩერდები, მე ბავშვთა ნევროლოგი ვარ, ეს მთლად ჩემი კომპეტენცია არ არის. უბრალოდ ვთქვათ ის, რომ სტომატოლოგიური პრობლემები ხანდახან მე კიდევ უფრო ამძაფრებს, ან თვითონ არის გამძაფრებული მაგალითად იმ სენსორული პრობლემებით, ხო იმ განსხვავებული სენსორული აღქმით თუ მოთხოვნებით ბავშვის და პირის ღრუს ჰიგიენით იწყება კუჭ-ნაწლავის ჰიგიენა ამ შემთხვევაში და ჯანმრთელობა. მე ბევრი სამწუხაროდ ბევრი პაციენტი მყოლია, რომელიც ბანალურად აიგნორებს ელემენტარულ კბილების გამოხეხვას. ამ დროს ითვლება, რომ კბილების ამოსვლასაც არ ველოდებით, ისე ვაჩვევთ ბავშვს პირის ჰიგიენას. ანუ ეს მასთვის უკვე რუტინა უნდა იყოს, ხო? იგენის გაწმენდა, მაგალითად, ის პირველი პაწია კიჭები უკვე უნდა იყოს, რომ იმას ცალკე დაუშვათ ჰიგიენა ჭირდება. მაშინ, როდესაც სამწუხაროდ კიდე არის ოჯახები, როცა დედაც კი მეუბნება, რომ თუ ღმერთი გწამთ, მე თვითონაც დღეში ერთხელ ვიხეხავ კბილებს და რო იკითხები, რომ ბავშვთა როგორ არის, 2-3 დღეში ერთხელ თუ მომცა საშუალება გამოუხეხავ კბილებსო და ეს თითქოს თავიდან არ აუშავს, მაგრამ ჯერ ერთი ბავშვი ეჩვევა, რომ ეს რუტინა არ არის და ეჩვევა ამის გარეშე დაუშვათ ცხოვრების გატარებას, ხო? და თვითონ მშობელიც გამოდის, რომ ძნელად აცნობიერებს ამის საჭიროებას. იმიტომ რომ ითვლება, რომ თუ მშობელი კარგად აცნობიერებს რამის საჭიროებას, იქ დაბრკოლება ცოტა მოდის ფანტაზია, როგორ გადალახო ის ბარიერი ამ შემთხვევაში. მოკლედ, ჩვენი მხრიდანაც განსაკუთრებულის არის ხოლმე ყურადღება ამაზე და ნუ შესაბამისი სპეციალისტებიც რა თქმა უნდა ატარებენ. თუმცა ალბათ ესეთი ცნობადობის ამაღლების და დამატებითი უნარები დამატებითი რჩევები მაინც საჭიროა ამ მიმართულებით, რომ კიდე და მეტჯერ გავაღჟღეროთ. თორე უკვე როდესაც კუჭ-ნაწლავის რამე პრობლემა ჩამოყალიბდება, აი უკვე პრობლემას დავეჯახეთ, იქ მოგვარებაც გაცილებით რთულია და დროც და ფულიც ამაში გაცილებით მეტი მიდის. საერთოდ კუჭ-ნაწლავის მონიტორინგიც ყველამ ვიცით, რომ ძალიან მაღალ ასოცირებულია კუჭ-ნაწლავის დარღვევებთან. აუტისტური სპექტრის აშლილობა, ოღონდ ესეთ დიაპაზონი არის ძალიან დიდი, არის ბანალური, ძალიან ფუნქციური ჩივილებიდან დაწყებული, საკმაოდ ისეთ სერიოზული შეიძლება იყოს და ცუდი არის ის, რომ სიმპტომები შეიძლება არ იყოს მთლად სპეციფიური, ანუ უცებ ისეთ ბავშვთან აღმოჩენილა, მაგალითად ესეთ წყლულოვანი დაავადება, მაგალითად ეროზიული დაზიანება, ლორწოვანი გარსის, სადაც თითქოს მაინც და მაინც ეს კუჭ-ნაწლავის ის არ ფიგურირებდა, ასე ვთქვათ, უბრალოდ იყო პერიოდულად ქცევის ესეთი უხეში დარღვევები, მაგრამ ამ ბავშვს ერეოდა ქცევა, ისე რომ ნუ მუცელზეც არ იკიდებდა ხელს, ანუ აქცენტი რომ მაინდა-მაინც მუცელი ტკიოდა, თითქოს არ იყო. თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ძალიან სერიოზული იყო წყლულოვანი დაზიანება, მაგალითად კუჭის ან 12 გოჯასი იყო ეროზიული დაზიანება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ხოლმე, რომ მეტი კითხვები უნდა დავსვათ აი თითქოს ამ ნაკლებად ესეთი მიმართულებითაც. რაც შეეხება ყელყურის პრობლემას და ალერგოლოგიურ პრობლემას, აქ ჩვენთან მიმართებაში არის ჩვენ რაც განსაკუთრებით გვაინტერესებს ხოლმე, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა, ნებისმიერი იქ დაუშვათ ადენოიდები იქნება თუ სხვა ტიპის დაბრკოლება, რომელიც სუნთქვას არღვევს,
ის ბუნებრივია აისახება მათ შორის ნერვული სისტემის ემოციურ მდგრადობაზე, ქცევის დარღვევაზეც და ასე შემდეგ. ბუნებრივია, აქ კი ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ანუ ბავშვი მაინც პოულობს საშუალებას როგორ ჩაისუნთქოს და ბუნებრივია, იმიტომ რომ ადენოიდები აქ იმას ახლა იშემიური ინსულტი არ დაემართება, ანუ მისი ტვინი ისეთ ჟანგბადოვან შიმშილს კი არ განიცდის, რომ რაღაც ესეთი კერები წარმოიქმნას. მაგრამ ყველამ წარმოვიდგინოთ ბანალური ცხვირის გაჭედვა, როგორ სტრესში გვაგდებს ამ შემთხვევაში, ხო და ისედაც ქცევის დარღვევის მქონე ბავშვს ეს დამატებით უმატებს დისკომფორტს შესაბამისად მერე ჩვენი ანუ თუნდაც იგივე თერაპიის საქმეც რთულდება ამ შემთხვევაში. ეს რაც შეეხება უფრო ესეთი ზოგადი შინაგანი ორგანოების სომატური ტიპის პრობლემებს, ეხლა უშუალოდ ნევროლოგიურ ჭრილში, რაც უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა და კომპეტენცია, მოდი ამ მხრივ გამოვყოთ სამი ძირითადი მიმართულება, ასე ვთქვათ, კვლევების. ერთი არის ნეიროგამოსახვითი, ხო, როდესაც ვიზუალიზაცია ხდება ნერვული სტრუქტურების და ნერვული სისტემის სტრუქტურების. მეორე ეს არის ელექტროფიზიოლოგიური მიმართულება, როდესაც უშუალოდ ელექტრული აქტივობის რეგისტრაციას ვახდენთ, როგორ მუშაობს აი ელექტრული იმპულსების დონეზე ნერვული სისტემა და ასევე სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების ლაბორატორიული კვლევა, როდესაც ვიკვლევთ ტოქსიურ თუ არატოქსიურ მეტაბოლიტებს, ფერმენტებს, მაგალითად ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ ჩვენ ლიტერატურას ბოლოში ვამბობთ ხოლმე, თუმცა თავიდანვე მინდა ხაზის გასმა იმაზე, რომ არც ერთი მოხსენება, არც ერთი რეკომენდაცია, არც ერთი ეს ინფორმაციის გაჟღერება არ ემყარება ხოლმე ერთი ექიმის, ერთი გუნდის, ერთი დაწესებულების გამოცდილებას ამ შემთხვევაში. ხაზი მინდა უბრალოდ გაუსვა იმას, რომ ყველაფერი მაქსიმალურად არის სხვადასხვა პროფესიული საზოგადოებების და ჩვენზე შეძლებული, ჩვენზე ორგანიზებული, ჩვენზე მეტად რო ხელეწიფებად კვლევების ჩატარება ამ ქვეყნების ბოლო წლების პროტოკოლების და გაიდლაინების საფუძველზე, რა თქმა უნდა, პლუს ბოლო სტატიები, შეჯამებები, მეტაანალიზი და ასე შემდეგ. ძირითადად, რასაც მიმოვიხილავთ, იქნება დასავლეთ ევროპის ქვეყნების პროფესიული საზოგადოებების გადაწყვეტილება და რჩევები, ამერიკა და კანადა. ხო, დამეთანხმეთ ყველა მათგანს ჩვენზე მეტი შესაძლებლობაც აქვს, ფინანსური რესურსით და კვლევის რესურსით, თუმცა სულ მინდა ხოლმე ხაზი გაუსვა იმას, რომ აი ესეთი დიდი მონსტრები და დიდი სახელმწიფოები, რომელიც სულ ჩავკლაპავენ ფინანსურათაც და სტრუქტურულათაც რომ მოინდომონ, არც ერთ კვლევას, არც ერთ რეკომენდაციას არ გასცემენ რაციონალური ანალიზის გარეშე. ანუ უბრალოდ კვლევებს, ანუ ის, რასაც ჩვენ ხანდახან არარაციონალურად ფულს და ენერგიას ვხარჯავთ, საერთოდ არასაჭირო კვლევებში ან არასწორად ჩატარებულ კვლევებში არ იკადრებს არც ერთი ეს სახელმწიფო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გაცილებით დიდ ფულს ჩადებს იმაში, რაც ღირებულია, მაგრამ არ გადაიხდის თუნდაც გაცილებით ნაკლებს იმაში, რაზეც არ აქვს მტკიცებულება, რაზეც არ აქვს სარწმუნოება, რომ ის ნამდვილად საჭიროა. ეხლა ჩემი მიზანი რა არის დღეს, რატომ გონია, რომ ასე ჯობია მის წარმართვა, ვისაუბროთ იმ ძირითად კვლევებზე, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, რომელიც შეიძლება ხშირად დაგჭირდეს და განსაკუთრებით მინდა რომ ხაზი გაუსვათ იმას, რაზეა პასუხისმგებელი კვლევა, როდის შეიძლება დაგჭირდეს, როდის შეიძლება ჩვენმა ექიმმა მაგალითად ჩვენ შულს დაუნიშნოს ეს კვლევა და რას ემსახურება, ანუ რა შესაძლებლობები აქვს კვლევებს, რომ არ გქონდეს არასწორი მოლოდინი, ხო? თუნდაც არ ვცადოთ, რომ თვით დავინიშნოთ ეს კვლევები და გავაკეთოთ, იმიტომ რომ არასწორი მოლოდინი ეს არის პირველი იმედგაცრუება და მეორე ეს არის არარაციონალურად დახარჯული ფულით და დროც ამ შემთხვევაში, ხო? ყველა არც ერთი კვლევა არ არის უნივერსალური, მოდი შევთანხმდეთ, ყველას აქვს თავისი ფოკუსი, თავისი ჭრილი, თავისი ნიშა და იმის იქით ფიზიკურად არ შეუძლია. ამის გათვალისწინების გარეშე ყოველთვის ვიქნებით იმედგაცრუებაში და დაბნეულობაში. რას ემსახურება ნეიროგამოსახვით, რომელია ეს ნეიროგამოსახვით, მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია მაგალითად, ყველაზე ხშირად თუ არ არის მაგალითად რამე მწვავე პროცესი, ტრავმა მიიღო მაგალითად ბავშვმა, ხო, ან რამე შეზღუდვა აქვს მაგალითად ლითონის ჩანართი მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფიისთვის, მაგალითად ესეთ წინააღმდეგ ჩვენება სხეულში რამე ლითონის ჩანართი. სხვა მხრივ კომპიუტერული ტომოგრაფიის საჭიროება ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებია ხოლმე. მწვავე პერიოდში გვეხმარება, იმიტომ რომ მაგალითად ძვლის დაზიანება, ახალი სისხლის სიტყვაზე, აი ტრამვული სისხლჩაქცევა, ამას კომპიუტერული ტომოგრაფია კარგად ხედავს, მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში და უმეტესად ჩვენ გვჭირდება მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, იმიტომ რომ ნატიფად ვნახოთ ტვინის ქსოვილი, ტვინის სტრუქტურები, პერიფერიული ნერვები, გარსები, მფარავი გარსები, თავის ტვინის, ზურგის ტვინი, პერიფერიული ნერვები და ასე შემდეგ.
შემდეგ. და მოლოდინი და სურვილი გვაქვს ის, რომ აი სტრუქტურული დაზიანება რაც არის, ეს ხარისხი შევაჯამოთ, მოცულობა, მასშტაბები ამ დაზიანების და რა ხარისხით არის მაგალითად ეს დაზიანებული. არ წარმოადგენს რუტინული კვლევების ნაწილს, ანუ მაგნიტურ რეზონანსულს ჭირდება ჩვენება, ის უპირობოდ ყველას ასე არ უკეთდება და როდის იგეგმება დავუშვათ ეს ნეიროგამოსახვითი კვლევები. თუ გვაქვს რეგრესი, რომელიც არ ჯდება კლასიკური ტიპიური აუტიზმის მიმდინარეობაში და განსაკუთრებით თუ ეს რეგრესი, უნარების რეგრესი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ მაგალითად სოციალური უნარების რეგრესი, მეტყველების რეგრესი დამახასიათებელია პრაქტიკულად ეს არის, ხო, აუტიზმის კი არიან ბავშვები თავიდანვე ესეთი განვითარების, მაგრამ საკმაოდ ესეთი ტიპიური მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი თითქოს კარგად იყო და ეს ზუსტად 18 თვეზე, 24 თვეზე დაიწყო რაღაცა კარგვა ამ უნარებს. მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო საყურადღებო არის ხოლმე, როდესაც ამ კლასიკურ მიმდინარეობაში არ ჯდება და მაგალითად ატიპური ფორმა გვაქვს 3 წლის მერე, 4 წლის მერე მოხდა მაგალითად ესეთი რაღაცა, ან დამატებით აი ახალი რეგრესი ეს ეტაპი გვაქვს და ასევე თუ ამ სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს ახლავს რომელიმე სხვა უნარების ასე ვთქვათ რეგრესი, ხო? ანუ მკვეთრად დაეცა ინტელექტუალური შესაძლებლობები, ხო? მაგალითად, ანუ ვატყობთ, რომ ის კი არა, რომ ბავშვი აღარ ცდილობს თითქოს დამოკიდებულება შეცვალა, ანუ არც უნდა და შესაბამისად არ აკეთებს. არამედ თვალსაჩინოა, რომ ვეღარ აკეთებს, მცდელობის შემთხვევაშიც ვეღარ აკეთებს იმას, ვეღარ იმახსოვრებს, მაგალითად და განსაკუთრებით თუ მოტორული უნარებიც, ანუ უფრო ცუდად დადის, უფრო მოუქნელი გახდა, ტრამვებს იღებს ძალიან ხშირად, ხო ამ შემთხვევაში. თუ მოხდა ისეთი, რომ მაგალითად კუნთოვანი ტონუსი შეიცვალა, ანუ თითქოს ჩვეულებრივად იყო და მეტისმეტად მოდუნდა, ან მეტისმეტად სპასტიკაში გადავიდა, ხო ეს ყველაფერი. ან თუნდაც თავიდანვე აი ამ სოციალურ დეფიციტს ახლდა რამე ფოკალურ ნევროლოგიურ დეფიციტს ვეძახით ხოლმე ამას. არის მაგალითად გასინჯვის დროს, ნევროლოგიური გასინჯვის დროს პათოლოგიური პასუხები, თავის გარშემოწერილობა არის საჭიროზე დიდი ან საჭიროზე პატარა და ეპილეფსიური გულყრები. ძალიან დიდი ინდიკატორი და ერთ-ერთი ისეთი წითელი დროშის არის ხოლმე რომ გულყრები, ეპილეფსიაზე ეჭვი ან ეპილეფსიური გულყრები. ამ შემთხვევაში ნამდვილად გვინდა და თუ არის ეჭვი, რომ არის არა უბრალოდ კლასიკური აუტიზმი, არამედ რომელიმე ნეიროდეგენერაციული ან პროგრესირებადი, მაგალითად მიტოქონდრიულ დარღვევებზე გვაქვს, მეტაბოლურ დარღვევებზე გვაქვს ეჭვი, MRT ამ შემთხვევაში არ არის ერთადერთი კვლევა, ანუ მარტო MRT არ არის საკმარისი, თუმცა იმ ჩამონათვალის ნაწილია ამ შემთხვევაში. სხვა სიტუაციაში უბრალოდ ის რომ მაგალითად ბავშვი არ ლაპარაკობს და მე მინდა რომ აი მაგალითად რატო არ ლაპარაკობს ეს მაინდა-მაინც გავიგო, ასეთ სიტუაციაში უმეტესად რამე კონკრეტულ პასუხს მაგნიტორეზონანსული არ გვაძლევს ხოლმე. იმიტომ რომ მაგნიტორეზონანსული ხედავს როგორც ფოტოს. ანუ ეს არის როგორც კადრი, როგორც მოცეკვავე რაღაცა პოზაში გაჩერებული, ხო? ის უშუალოდ ფუნქციონირების მასში რო აი დავავალე შეასრულა, როგორ იქ რა აქტივობა მიდის უჯრედში, ამას ასე გამოსახულზე ფიზიკურად ვერ დავინახავთ. და ის თუ ეჭვგვეპარება რომ იქ არის სტრუქტურულ დონეზე დაზიანება, მაგალითად ამას ვნახავთ, თუმცა ყველა უმაღლესი ქერქული ფუნქცია იქნება თუ სხვა ტიპის ფუნქცია არასოდეს არ არის ერთ უბანზე მიბმული, ასე ვთქვათ, ხო, ის სხვადასხვა რაღაც განსაზღვრავს. მაგალითად, მეტყველების შეფერხების ბავშვთან შეიძლება ვნახოთ აი ეს მოტორული ზონა სიტყვაზე როგორ მუშაობს და ვნახეთ, რომ საღია, თუმცა მეტყველებაში არ არის ჩართული მარტო პირის სახის მამოძრავებელი, ან მარტო მაგალითად ბროკას ზონა ამ შემთხვევაში, ხო? სათქმელი პირველ რიგში ტვინმა უნდა მოიფიქროს, სიტყვები უნდა დააწყოს, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მერე უნდა მისცეს ბრძანება აი ამ პირის აპარატს რომ მან ეს თქვას, ხო? შეიძლება პირის აპარატი სრულიადად საღი იყოს და სულ სხვაგან იყოს ამ შემთხვევაში პრობლემა. ამიტომ ეს ზუსტად სად ვეძებოთ, როგორ ვეძებოთ, არც ისე ადვილია ხოლმე რომ ასე გამსაზღვროთ. ამიტომ უბრალოდ კვლევის გაკეთება უმეტესად გვტოვებს იმედგაცრუებულს ამ შემთხვევაში და დიდად ინფორმატიული არ არის. რაც შეეხება ელექტროფიზიოლოგიურ კვლევებს, ეს არის ენცეფალოგრამა. ასევე ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია ხოლმე მათ შორის მშობლებთან მშობლებისგან, იმიტომ რომ აი სულ გონია რომ აი ეს ხო პროცესს ხედავს, მაგალითად ეს ზუსტადაც ელექტრულ აქტივობას ხედავს და განსაკუთრებით ის რომ აი ვერ სწავლობს, ისწავლის, მაინტერესებს როგორ მუშაობს. განსაკუთრებით ცოტა ეს არის ხოლმე აი აბსოლუტურად შეუსაბამო, რომ იქ რაღაცა უბნები მიძინებულია, რაღაცა უბნები გაღვიძებულია, რაღაცა უბნები განსაკუთრებით როცა ეძებენ რომ ქცევის დარღვევის მიზეზი იპოვონ
რომ მაინდა-მაინც მაგალითად ენცეფალოგრამაში, ხო? აქ იმდენად სპეციფიური და ესეთი არის ცალკეული მდგომარეობები, რომელსაც გარკვეული კრიტერიუმი ენცეფალოგრამაზე და კლინიკურადაც დაუშვათ ქცევის დარღვევა, მაგრამ ენცეფალოგრამა არ გამოიყენება იმისთვის, რომ ან ინტელექტი შევაფასოთ ვინმეს, ამისი რესურსი ფიზიკურად არ აქვს. და ნახეთ, ჩვენ ხანდახან გვემართება სპეციალისტებსაც ეს, რომ იმდენად გვინდა, რომ არაპროფესიული ენით, ხო, ნაკლებად აი სამედიცინო ენით ავუხსნათ რაღაც მშობელს, ხო, ხანდახან ზედმეტად ვამარტივებთ ხოლმე და ცოტა მეორე უკიდურესობაში გადავდივართ ისეთ სიტყვებს ვიგონებთ, რომელსაც მე მშობელი ცოტა სხვანაირად გებულობს ამ შემთხვევაში. აქ მიძინება არ მიძინებაზე არ არის საუბარი. კი, ძილღვიძილის ციკლს ენცეფალოგრამა კარგად ხედავს, ანუ გვძინავს, ღვიძავს, ძილის რომელ სტადიაში ვარ ზუსტად ეგ არის იმ რხევების და იმის საფუძველი მაგალითად, ხო? ისევე როგორც როცა პაციენტი კომაშია, სიფხიზლის დონე როგორია, სწორედაც ენცეფალოგრამა გვეხმარება ამაში. როდესაც ღრმად გენაკლული დაიბადა ბავშვი, მისი თავის ტვინის სიმწიფეს როგორ აიმკვირეებს, როგორ ეწევა, ამაში გვეხმარება ენცეფალოგრამა. მაგრამ ბავშვი, რომელიც მათემატიკას ვერ სწავლობს, მაგალითად, ან რაღაცა კომუნიკაციაში არ შემოდის, იქ რომელი უბანი მაგალითად და იქ დაუშვათ კითხვის უბნები როგორ მუშაობს და მეტყველების უბნები როგორ მუშაობს, ამისი რესურსი ენცეფალოგრამას ფიზიკურად არ აქვს, იმიტომ რომ აქ უკვე საუბრობთ ჩვენ არა სიფხიზლეზე, სისხარტეზე. გონების მუშაობის სისხარტე გვინდა ჩვენ, როდესაც ინტელექტს ვაფასებთ, უნარებს ვაფასებთ, ასე შემდეგ, ხომ მეთანხმებით, სისხარტეს ვერ შეაფასებს ენცეფალოგრამა, ხო? მაგრამ ღვიძილის დონეს და სიფხიზლის დონეს, კი ბატონო, ამას რა თქმა უნდა შეგვიფასებს, ოღონდ ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში სულ სხვა რაღაცა. ამიტომ თუ გვაქვს ეპილეფსიაზე ეჭვი, კონკრეტულად გაურკვეველი ტიპის ქცევები და აუტიზმი მაღალ ასოცირებულია ეპილეფსიასთან, ზოგადად ნეიროგანვითარებითი დარღვევები. თუ მაგალითად სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებს გვაქვს სადღაც 1% ეპილეფსიის რისკი, აუტიზმის მქონე ნეიროგანვითარებითი დარღვევის მქონე ადამიანებს 30%-მდე იმატებს, ანუ ეს პატარა ამბავი არ არის. თუმცა 100% ეს არ არის, არ ნიშნავს, რომ ყველას აქვს, ეს ერთი. მეორე, მხოლოდ ენცეფალოგრამა ეპილეფსიასთან მიმართებაშიც არ გამოიყენება იმისთვის, ეს არ არის ჯადოსნური სარკე, რომელიც გადავიღეთ, ჩავიხედეთ და ვნახეთ, რომ უი, აქვს აქტივობა, ესე იგი ეპილეფსია და არა აქვს აქტივობა, ესე იგი არ არის აქვს ეპილეფსია. იმდენაირი კომბინაცია შეიძლება დაჯდეს. წამყვანი ამ შემთხვევაშიც არის რა ხდება კლინიკურად. ამიტომ ანამნეზი, აღწერა, საუბარი, დასურათება, ასე ვთქვათ, იმის ვიდეო ჩანაწერი, უშუალოდ შეტევის აღწერას აქვს მეტი მნიშვნელობა, ვიდრე მაგალითად იზოლირებულად ცალკე ენცეფალოგრამას ამ შემთხვევაში. შესაბამისად, უბრალოდ ის, რომ მოდი გადავიღოთ ენცეფალოგრამა და მე ამან რაღაცა გზაზე დამაყენოს, მით უმეტეს ცვლილება შეიტანოს მაგალითად თერაპიაში. ცვლილება შეიტანოს ამ თერაპიის არჩევანში, მაგალითად, ან MRT-მ, ან ენცეფალოგრამა, ამისი რესურსი ფიზიკურად არა აქვს ენცეფალოგრამას, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ნეტა მართლა იყოს ასეთი უნივერსალური კვლევის მეთოდი, რომელიც ასე გვეტყოდა მართლა, რომ აი მეხსიერება როგორ მუშაობს, ეს როგორ მუშაობს. აქ ხო მარტო აუტიზმი არ არის ნევროლოგიაში, დემენცია, ალცჰეიმერი, პარკინსონი, იმდენი მიმართულებაა, რომელიც გაიხარებდა და ფეხზე დადგებოდა ასეთი უნივერსალური კვლევის მეთოდი, რომ გქონდეს სამწუხაროდ არა გვაქვს ამ შემთხვევაში. აი ეს ჟანგბადის მომარაგებაც ცოტა ეს არის ხოლმე, რომ აი ვიღაცამ გადაიღო ენცეფალოგრამა და გეუბნება, რომ იმიტომ რომ იქ ასეთი რხევებია, მე ვიცი რომ ხა ამ უბანს აკლია ჟანგბა, მაინდა-მაინც ჟანგბადი აკლია იმ უბანს და რაც თავია მე იწყება ხოლმე რაღაცა საეჭვო წარმოშობის დანამატებით სიტყვაზე, მითი იქმნება იმაზე, რომ ხა რაღაცას დალევ და მე ის უბანი დაუშვათ შეივსება ჟანგბადით. კიდევ ვიმეორებ ნეტა მართლა იყოს ასეთი ან საშუალება და ან კვლევის მეთოდი. ეს აი აბსოლუტურად აცდენილია შესაძლებლობებსა და მოთხოვნებს ამ შემთხვევაში ეს ორი ფენომენი. აი როცა ნამდვილად გვჭირდება ენცეფალოგრამა, ერთი თუ არის ნებისმიერი აი ეს მოძრაობითი თუ ეპიზოდები, როცა თუნდაც მინიმალური ეჭვი გვაქვს ეპილეფსიაზე, ამ შემთხვევაში ჯერ ანამნეზი და მე მიზანმიმართულად ენცეფალოგრამა და აქაც ნახეთ აი ატიპური რეგრესი, სულ უკვე ესე ფიგურირებს ხოლმე. ლიტერატურაშიც ესე რომ მოდის, აი ზუსტად ის ატიპური, არა კლასიკური 18 თვის, 12 თვის და უშუალოდ 24 თვის და ასე ვთქვათ ფარგლებში, მაგრამ აი 3 წლის მერე დაიწყო მაგალითად იგივე რეგრესი, ხო, ცოტა მერე დაიწყო. იმიტომ რომ ჩვენ არ გვიკვირს მაგალითად ეპილეფსიური ენცეფალოპათიები არსებობს მთელი ძალიან დიდი ჯგუფი, საკმაოდ დიდ თავსატეხს და თავის ტკივილს გვიჩენს ხოლმე ასე ვთქვათ ეს, რომელიც ზუსტად იმას ემყარება, რომ იმდენად ბევრია ეპილეფსიური აქტივობა, განსაკუთრებით ნელი ძილის სტადიებში
ხო ღრმა ძილის სტადიებში, რომ ჩვენ ღრმა ძილი გვჭირდება ზუსტადაც აი ინტელექტუალური გადამუშავებისთვის. მეხსიერება მარტო ის ხო არა, რომ წავიკითხე და გავიმეორე, მე ეს სადღაც უნდა შევინახო. თან ისე შევინახო, რომ უნდა გამოვიძახო საჭიროების დროს. აი ეს კონსოლიდაცია სწორედაც ძილის სტადიებში ხდება ყველაზე კარგად და თუ ეს ეპიზოდები და ეს პერიოდი არის გადატვირთული ეპილეფსიური აქტივობით, ის ხელს უშლის. ნამდვილად უშლის ინტელექტუალურ განვითარებას ის ხელს და მათ შორის უკვე არსებული რეგრესიის უნარების კარგვა შეიძლება გამოიწვიოს. ოღონდ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არ არის მთლად 1 წლის და 2 წლის ასაკში ასე. აი ზუსტად ის თუნდაც ის ლანდაუ-კლეფნერის სინდრომი, რომელმაც გარკვეული იმიტაცია ზუსტად მეტყველების დაქვეითებით და იმით შეიძლება რაღაც ეტაპზე მოქცეს, არ იწყება წლინახევრის ასაკში, ეს იწყება ზუსტად 3 წლის მერე, 4 წლის მერე შეიძლება დაიწყოს. ამიტომ 3 და 4 წლის მერე დაწყებული თუნდაც აუტიზმის მსგავსი სიმპტომატიკა ეს ყველანაირი მშობლის მოთხოვნის გარეშეც არის ღრმა კვლევების საჭიროება და იქ სულ სხვა ალგორითმი და სულ სხვა დაუშვათ საჭიროებები დგება. მაგრამ აი ის რაც კლასიკური თავის ასაკის შესაბამის იმასია, უმეტესად პარალელურ რეჟიმში ეს კვლევები რეალურად დიდად არაფერს ისეც არ გვაძლევს. კიდევ ვიმეორებ, თუ კიდე სხვა სიმპტომებთან არ არის ამ შემთხვევაში დაწყვილებული. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენი მესიჯი არის, რომ ვიყოთ ფრთხილად და რაც არ უნდა ხა ენცეფალოგრამა არ არის ინვაზიური მეთოდი, ხო, კარდიოგრამასაც უნდა დავამაგროთ, მაგრამ ხო 21 ელექტროდი ადვილიც არ არის პატარა ბავშვისთვის, რომელიც უნდა გავაკავოთ, უნდა რაღაცა გავარკვიოთ და თან კიდე არტეფაქტებმა ხელი არ უნდა შეგვეშალოს. ანუ და რაც მთავარია, არც ერთი კვლევა არ უნდა ჩატარდეს, თუ დაახლოებით მოლოდინი არ მაქვს, რას ვეძებ. ინტერპრეტაცია ხო უნდა იმ კვლევას მერე, ნუ გავაკეთეთ და დავდეთ თაროზე და დავიკმაყოფილეთ მაგალითად ის, რომ ნუ აი ტყუილაც არა ვარ ნახე, გამოვიკვლიეთ, ხო? ზოგადად მშობლის მონდომებაც და რაღაცა ეს ლტოლვაც ხო ეს არის, რომ აი სულ აქვთ მშობლებს უკმარობის განცდა, სულ აქვთ შიში, რომ ვაი თუ რაღაცას ვაკლებ. ხო? და სულ გონიათ, რომ ნუ აი ახლა ექიმი ვერ შევა ისე ჩემს მდგომარეობაში, არა, იმიტომ რომ მე სულ მეფიქრება, რომ აი არის თუ არა საკმარისი ის რაღაც, როგორ შეიძლება მარტო ეს არის საკმარისი, როგორ შეიძლება კიდე არაფრით არ მივეხმაროთ და ამ დროს ძალიან ადვილია ხოლმე ესეთი შეცდომების დაშვება. ისევე როგორც ცოტა ეთიკური ნორმების დარღვევაც ალბათ ზოგიერთ სპეციალისტების მხრიდან ან გადაჭარბებულ დათმობაზეც წასვლა. ხანდახან ითვლება, რომ თუ რაღაცა ძალიან გადაჭარბებულს არ ითხოვს მშობელი და ზედმეტად ინვაზიურს არ ითხოვს ისევ მშობლის გულმისთვის სტაბილურობისთვის, ნუ კაი გავაკეთეთ ერთხელ ეს ენცეფალოგრამა სიტყვაზე, მაგრამ მე ამას ხო უნდა ინტერპრეტაცია, ამას უნდა რაღაცა ხო უნდა მოიტანოს ამას არგებელი. ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ რაციონალურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი და რაციონალურად დავგეგმოთ. ელექტროფიზიოლოგიური კვლევის ვარიანტი არის პოლისომნოგრაფიაც, ეს რო წარმოვიდგინოთ ცოტა უფრო გაფართოებული ნაწილი, ვიდრე უბრალოდ ენცეფალოგრამა და ძილის შეფასებაში ნამდვილად ძალიან ინფორმატიული კვლევაა. თუმცა ტექნიკურად შესასრულებლად რო ნახოთ, როგორ არის შეფუთული ბავშვი პოლისომნოგრაფიის დროს, არც ისე ადვილია ხოლმე, იმიტომ რომ მარტო თავზე არა, ამ შემთხვევაში გულმკერდზე გვაქვს ელექტროდები, მუცელზე გვაქვს ცხვირთან, იმიტომ რომ ჰაერის ნაკადი უნდა ჩავწეროთ, თვალების მოძრაობა, მოკლედ ბევრი ისეთი შეფუთულია ბავშვი რაღაცნაირად სადენებში, მაგრამ მაშინ როდესაც გვაქვს სუნთქვასთან დაკავშირებული ძილის პრობლემა, ხრინავს ბავშვი, აპნოეს ეპიზოდებია, ჭარბძილიანობა განსაკუთრებით დღის ძილიანობის ეპიზოდები, ხო? ან ძილის უწყვეტობის დარღვევა და იქ დაუშვათ ეჭვი გვაქვს, რომ რაღაც ისეთი, ანუ რაღაც ძილის ფენომენებია, მაგალითად თუ ეპილეფსიური გულყრებია, ხშირად, ნუ გვიწევს, ანუ შესაბამისი ჩვენებით, აქვს უკვე ის, რომ მაგალითად რთულია ჩასატარებლად, რა თქმა უნდა, არ მუშაობს. ოღონდ ამ შემთხვევაშიც უნდა გქონდეს კონკრეტული ჩვენება და შესაბამისად ეფექტურობაც მე ამ კვლევის არის. ყველა აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტული კვლევა, რაც არ უნდა უვნებლად მოგვეჩვენოს და ხო არ აწყენს, მაინც ჯობია რომ ერთად ჯერ გავიაროთ სპეციალისტთან, მივიდეთ ვისაც ვენდობით, ხო? გასაგებია რომ ყველა ექიმის მიმართ შეიძლება არ მქონდეს ერთნაირი ნდობა. შევარჩიოთ ვის ვენდობით, გავიაროთ და ორივე მხარემ წარმოვადგინოთ არგუმენტები და რაღაცა შევჯერდეთ. ანუ რაციონალურად გავწეროთ ეს კვლევა და არა უბრალოდ ესე ინტუიციით და ენთუზიაზმით გავაკეთოთ. ეხლა გადავიდეთ უკვე ლაბორატორიული ტიპის
კვლევებზე, მეტნაკლებად ინსტრუმენტულ ტიპის კვლევებს, რაც შეეხება, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ეს არის ხოლმე ხა შინაგანი ორგანოების კვლევებს მე ვერ შევეხები, ეს ჩემი კომპეტენცია ამ შემთხვევაში არ არის. და რატო დავიწყე გენეტიკური კვლევით? თუ რამის ჩვენება გაიზარდა, თუ რამეზე მოთხოვნა გაიზარდა, თუ რამეზე ინფორმაცია თანაც ესეთი დიდი, ესეთი ნაბიჯებით და ნახტომისებური წინსვლა არის, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში, თუნდაც დაუშვათ შეიძლება ტესტები თითქოს ყოველთვის იყო, მაგრამ ინტერპრეტაცია, მოთხოვნა, გამოყენება ამის რეალურ პრაქტიკაში არის გენეტიკური ანალიზი. იყო დრო, როდესაც ამ შემთხვევაშიც გვინდოდა ძალიან ესეთი მთელი ჩამონათვალი, ვეძებდით რომ მაგალითად აუცილებლად დისმორფული ნიშნები, ანუ გარკვეული ნაკვთები უნდა გვენახა, თანაც 1 და 2 ნაკვთი არა, 6, 7 აბნორმული ნაკვთი უნდა ყოფილიყო და ამის მერე იყო ჩვენება გენეტიკური კვლევის. დღეს დაგროვდა საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ შეიძლება დისმორფული ნიშნები საერთოდ არ იყოს, ან სულაც არ იყოს რამე ტიპიური, ხო? ეხლა ჩვენ თითოეულა სტიგმის მატარებელი ყველა ვართ, რაღაც თავისებური ნაკვთის მატარებელი ყველა ვართ ამ შემთხვევაში. ან იყო ხოლმე რომ თუ მეტისმეტად გავდა ოჯახის წევრებს ბავშვის სიტყვაზე, თუნდაც თავისი უცნაური ნაკვთებით, თითქოს ითვლებოდა რომ ეს ოჯახური შტრიხია, მაგრამ დღეს უკვე კარგად ვიცით რომ ხანდახან ეს ნაცნობობა მსგავსებაც სულაც არ გამორიცხავს გენეტიკური მის მახასიათებელს, იმიტომ რომ ის ოჯახის წევრიც შეიძლება იმავე გენეტიკური მუტაციის მატარებელი იყოს, ხო, უბრალოდ ექსპრესიულობა იყოს, სხვა ბავშვთან იყოს მეტად პათოლოგიური დემონსტრირება ამ სიმპტომების და ნუ მშობელი იყოს უბრალოდ მტარებელი, მაგალითად, მხოლოდ ამ გარეგნული შტრიხებით, ასე ვთქვათ, შეიარაღებული. რას ემსახურება გენეტიკური ანალიზი? კიდევ და კიდევ ეს არ არის რომ არის თუ არა აუტიზმი. აუტიზმის დიაგნოზს აქვს თავისი კრიტერიუმები და თავისი ტესტები ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ნახეთ შესაძლო მიზეზები გააჩნია, აი როდესაც ვთქვით რომ აი კომპლექსური სამედიცინო მდგომარეობა, ხო, მაგალითად რომლის ერთი მიმართულება არის აუტიზმი, ასე ვთქვათ, აქ კიდე სხვადასხვა რაღაც, აქვს ეპილეფსია, აქვს რაღაცა ის, ამ შემთხვევაში აი მიზეზებზე ვსაუბრობთ. სხვა შემთხვევაში აღმოჩნდა რომ აი უბრალოდ კლასიკური ტიპიური რაღაც ესეთი აუტისტური სპექტრის აშლილობა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალური რაღაცა სიმპტომო კომპლექსის მქონეა, ინდივიდუალური, ანუ აღმოჩნდა რომ უამრავი სხვადასხვა ვერსია აი ამ მუტაციების რაღაცა ესეთი გენეტიკური ნაკრების თუ გენეტიკური პასპორტის შეიძლება ქონდეთ სხვადასხვა ბავშვებს, მაგრამ სწორედ ის გენი იყოს პასუხისმგებელი აი ამ შტრიხების და აი ამ ქცევის პატერნის, ხო? ჩვენს ქცევებსაც, ტემპერამენტსაც, თმისფერი, გარეგნული ნიშანი ხო, ეს ხო მაინც ზუსტად ის ჩვენი გენეტიკური ის განსაზღვრავს ამ შემთხვევაში. აი ესე აღმოჩნდა რომ ამ განსხვავებული რაღაცა გენეტიკური საფუძველი აქვთ ამ ბავშვებს. ეხლა რაში გვეხმარება? ერთის მხრივ ის რომ გენეტიკური პასუხი არ არის მარტო პოზიტიური. მოვიდა დაუშვათ პოზიტიური პასუხი, მაგრამ ის რომ სხვა ან მოვიდა ნეგატიური პასუხი, მაგალითად რაღაც ესეთი კონკრეტული მუტაცია არ არის. ის რომ სხვა უკვე ნაცნობი მუტაციებიც, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებზე, რომელიც სპეციფიური ან არასპეციფიური, პროგრესირებადი ან არაპროგრესირებადი დაავადებები, რეალურად იმათზეც პასუხი გვაქვს მეტნაკლებად, ხო, რომ აი ის სხვაც რაც შეიძლებოდა დაუშვათ გამოვლენილიყო, ისინიც არ არის. და მაშინ თუ ვიცით ჩვენს კონკრეტულ ბავშვთან, რომ აი რაღაც კონკრეტული იმის მატარებელია და ეს არის სავარაუდოდ პასუხისმგებელი ამაზე, უკვე ჯერ ერთი ეს აჩერებს აი ამ დაუსაბამო და რაღაცა უაზრო სხვა და არასაჭირო კვლევების კასკადს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მეტნაკლებად გავერკვიეთ საფუძველში, ხო, რა არის და გამსაზღვრელში გავერკვიეთ და მეორე, ჩვენ სულ გვავიწყდება, რომ ოჯახის დაგეგმვა, რაც უფრო დრო გადის, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. და რაც უფრო ზოგადად და ეს არც უხერხული, ამაში არაფერი უხერხული არ არის, რომ ოჯახის წევრმა გათვალოს და უშუალოდ როგორია რისკები ანალოგიური ტიპის პრობლემის გამეორების ოჯახში. იმიტომ რომ არის ვიღაც, ვინც ამას თამამად სვამს ამ კითხვას და ხანდახან საზოგადოებისგან იღებს ესეთ იმას, რომ ესე იგი გეგონება თუ ეს კითხვა დავსვი, ნიშნავს, რომ ჩემი შვილის მიმართ რაღაცა ესეთი ისა მაქვს, რომ ეხა ეს შემომაპარეს რაღაცა ესეთი ისა, მაგრამ მეორეს მხრივ რაც არ უნდა ოჯახმა თქვას, რომ იცი რა, ნუ ჩვენ აღარ ვაპირებთ მეტი შვილის გაჩენას და დამჯერეთ რატო დამთავრდა, ხო? რატო არ ვაპირებს სხვა შვილის გაჩენას, ეს ერთი და მეორე, შემთხვევის განმეორებადობა არ შემოიფარგლება მარტო ჩემი შვილით და ამ ბავშვის დედმამის შვილით, ხო? არის ჰორიზონტალური, ესენი არიან მაგალითად ნათესავები, ხო? დეიდაშვილები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, რომლებიც იზრდებიან და
რატომაც არა საინტერესოა მათ ოჯახებში არის თუ არა განმეორების რისკი, ან უკვე არის დედმამიშვილი ოჯახში, ხო, უფროსი და არის უფროსი ძმა, თუნდაც მათი შემდგომი და უშუალოდ შვილოსნობის რისკები ამ თვალსაზრისითაც ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მე მაქვს უფლება ვიცოდე. და აი მე უკვე ყველა ინდივიდუალურად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ერთის მხრივ იშვიათად არის ხოლმე რომ აი ესე რაღაცა მემკვიდრული იყოს ეს მდგომარეობა, ხშირად არის რომ აი დენოვო მუტაცია მართლა, ანუ არც დედა ამამა, არც მტარებელი ამამა უბრალოდ ბავშვთან გამოხდა ასეთი მდგომარეობა. ამ სიტუაციაში მით უმეტეს არანაირი წინააღმდეგობა არ არის იმისი, რომ დავუშვათ სხვა შვილი დაიბადოს. იმიტომ რომ ჩვენ როგორიც არ უნდა შევხედოთ ამას გარკვეულწილად გენეტიკურზე ეჭვი ზუსტად დაკვირვებიდან გამომდინარე იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვნახავთ შემდეგ მონოზიგოტურ ტყუპებში, ანუ ერთი ტიპის მსგავს ტყუპებში და არამსგავს ტყუპებში სხვადასხვა იყო განმეორებადობა მაგალითად, ისევე როგორც მაინც დღემდე ითვლება, რომ სიბლინგებში, ანუ დედმამიშვილებში, სადღაც ერთი ოჯახის წევრის შემთხვევაში დაახლოებით 17-ჯერ მაღალია მეორე აუტისტური სპექტრის დაბადების რისკი, ვიდრე მაგალითად სხვა ოჯახებში, მაგრამ აი ეს საშუალოდ 17-ჯერ მაღალი ჩვენ შეგვიძლია უფრო დავაკონკრეტოთ ჩემთან მიმართებით. ჩემ შემთხვევაში შეიძლება 0-იც იყოს, ხო? და სხვა შემთხვევაში შეიძლება 17 კი არა 50-იც იყოს ამ შემთხვევაში, ეს ხო რაღაცნაირად საშუალო არითმეტიკულია ამ შემთხვევაში. კი ბატონო. ანუ აქაც იგეგმება გენეტიკური ანალიზი პირველ რიგში თუ გვაქვს ესეთი გლობალური ტიპის, ანუ არა მხოლოდ სოციალური უნარები, არამედ იქ მოტორული, ინტელექტუალური და ასე შემდეგ, უჩვეული ფიზიკური ნიშნები სავალდებულო არ არის, თუმცა ახლა თუ არის მით უმეტეს ეს არის რეგრესია ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებით ატიპური რეგრესია, თუმცა კლასიკური მიმდინარეობის შემთხვევაშიც გაფართოვდა ეს და გენეტიკური ანალიზი მოწოდებულია ხოლმე და ასევე თუ არის უკვე ოჯახური ანამნეზი. შეიძლება არ არის აუტიზმზე ოჯახური ანამნეზი დადებითი, მაგრამ არის სხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევა, სხვა ტიპის დარღვევა, ხო, რაღაც სხვა ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც გარკვეულად შეიძლება შეჭიდული იყოს ამ მდგომარეობასთან. რომელი ტიპის კვლევები გვჭირდება ამასთან მიმართებაში? აი ეს მაგალითად ქრომოსომული, ეს მიკროსტრუქტურული ანალიზი, ეს მაიკროერეი რაც არის, ეს ადრე უფრო ამითი ვიწყებდით ხოლმე მაგალითად მყიფე X-ზე უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ერთ-ერთი ესეთი პირველი რიგის კვლევა იყო, მაგრამ აი ბოლო პერიოდში უფრო გაიზარდა ეს ბარემ სრული ეგზომ სეკვენირების ანალიზი. ადრე ცოტა პირიქით იყო, ანუ ვიწყებდით აი ეს ქრომოსომული მიკროსტრუქტურული ანალიზი, შემდეგ და პარალელურად მყიფე X-ი და თუ ნეგატიური მოდიოდა პასუხი, მერე ვაგრძელებდით აი ამ სრული ეგზომ სეკვენირებით. აქ ფასზეც არის რა თქმა უნდა დამოკიდებული, წვდომადობაზეც არის დამოკიდებული და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ახლა ზუსტად რამდენიმე კვირის წინ მქონდა ევროპის პედიატრ ნევროლოგთა ასოციაციის ექსპერტებთან შეხვედრა თბილისში ჩატარდა ეს კონსულტაცია და აი სწორედ იქაც გაჟღერდა ამას, რომ თითქოს გადანაწილდა, ანუ ახლა აი ეს სრული ეგზომის ეკვინირება უფრო წინა პლანზე წამოვიდა და თითქოს ამითი ვიწყებთ და მერე შეიძლება რომ დამატებით ქრომოსომული სტრუქტურული ანალიზი დაუშვათ დავამატოთ. ეხლა შედარებით გამონაკლისი არ ქვია ამას, მაგრამ ხანდახან არის რომ არ გვჭირდება ესეთი გაფართოებული თუ მაგალითად ისეთი სინდრომზე მაქეჭვი, რომელსაც ძალიან სპეციფიური გარეგნული ნიშნები აქვს, ეხლა ტუბეროზული სკლეროზი იმდენად თვალსაჩინოა ხანდახან გარეგნულადაც, რომ იქ ლამის წინასწარი იცი უკვე რა მოვა და ამ შემთხვევაში გაფართოებული არაფერში არ გჭირდება, კონკრეტულად შეიძლება ამ მიმართულებით და უფრო დროშიც და ფინანსებშიც დაუშვათ შეზღუდულები ვართ. იმ შეხვედრაზეც გაიხსენეთ, ახლა წარმოიდგინეთ, სადაც ევროპა ამას ამბობს, ჩვენ რა გვეთქმის, ალბათ მოვა დრო, როდესაც ლამის რუტინულიც შეიძლება გახდეს, ანუ უნივერსალური, ანუ პრაქტიკულად ყველა ბავშვთან იქნება საინტერესო ის ზუსტად ამ გენეტიკური საფუძვლის და ამ გენეტიკური პასპორტის გაშიფრვა, ასე ვთქვათ, და ეს ინფორმაცია უკვე ესე დაგროვდება, რომ რომელი მუტაცია რა პაკეტის, ანუ რა ქცევის ტიპაჟის მახასიათებელია, თუ შეგვიწყო ფინანსებმა ხელი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა იმატებს, მაინდა-მაინც არ იაფდება ეს გენეტიკური ტესტები და თუ ამას ახლა მართლა რამე პროგრამა და ის არ აფინანსებს, ნუ რამდენიმე 1000 евро ასე ადვილი გადასახდელი არ არის ასე რუტინული და საშუალო სტატისტიკური ადამიანის ჯიბიდან, ასე ვთქვათ, ხო?
თუმცა პერსპექტივაში თუ რამეა დღეს ასე ვთქვათ წახალისებული და აღიარებული არის სწორედ ეს გენეტიკური ტესტები და მაინც იმედია ამ მიმართულებითაც რაღაც წინსვლები იქნება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც უკვე გითხარით, რომ აი ნახეთ რა მიიქცია ზუსტად ყურადღება, რომ აი ერთი ტიპის იდენტურ ტყუპებში თითქმის 100%, ანუ არანაკლებ 70%, 90%-მდე იყო განმეორების რისკი, ანუ რომ ორივე ტყუპს ქონოდა აუტისტური სპექტრის აშლილობა. მეორეს მხრივ აი ზუსტად ეგ არის ბუნების რაღაცა კანონიც, რომ ყველაფერი არც 0-ია და არც 100%-ია იმ იდენტურ ტყუპებშიც. წარმოიდგინეთ, ეს არის აბსოლუტურად ერთნაირი გენეტიკური ესეთი საფუძველი, ერთად მუცელში, ანუ ორსულობა, მშობიარობა, ყველაფერი ერთად გამოვლილი. თუმცა ნახეთ 100% მაინც არ არის, ანუ არის 10% ტყუპები, სადაც ერთთან არის აუტისტური სპექტრის აშლილობის კლინიკური სურათი, მეორესთან მაინც არ გამოვლინდა. ანუ ეს მაინც ადასტურებს იმას, რომ კიდე რაღაც ხდება იმის გარდა, რაც უბრალოდ გენის არსებობა არ არსებობის მიღმა. დიზიგოტურ ტყუპებში იგულისხმება, როდესაც არაიდენტური ტყუპებია, უბრალოდ ცალსკე და იქ მხოლოდ 10%-ია, ნახეთ, ანუ ესეც აი ეს ერთნაირი გენეტიკურის მაინც ამაზე მიუთითებდა. აი 17-ჯერ აღმატებულობა, ჯერჯერობით ასეთი ის არის საშუალო მაჩვენებელი, თუმცა კიდევ ვიმეორებ იმის მიხედვით, როცა ზუსტად ვიცით, რომელ მუტაციაზეა საუბარი, დომინანტურია, რეცესიულია, არის მტარებელი და უშუალოდ ერთი მშობელი, ორივე მშობელი არის მტარებელი თუ არა, უკვე გაცილებით ზუსტი ციფრი შეიძლება დავსვათ. ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში რისკი როგორია და ჩვენ ბავშვთან მიმართებაში რისკი როგორია. გადავიდეთ მეტაბოლურ კვლევებზე, ძალიან დიდი ჯგუფია და ძალიან ესეთია ზოგადად მეტაბოლური დარღვევები არის ერთის მხრივ ძალიან დიდი და ცოტა თავსატეხსაც გვიჩენს ხოლმე, იმიტომ რომ არის მდგომარეობები, რომლებიც თავიდანვე ძალიან მძაფრად აგრესიულად თვალსაჩინოთ იწყება და აგრესიული კი, მაგრამ დიაგნოსტის თვალსაზრისით შედარებით ადვილია, თუმცა უმეტესობა ცოტა შემპარავად იწყება და გვიან მოდის აი ეს ტიპიური და უშუალოდ სიმპტომები. ერთ-ერთი მახასიათებელი აქაც არის აი ზუსტად ეს რეგრესი და თუ ესეთი სტაბილური რეგრესია ხოლმე ეჭვის მიტანა უფრო ადვილია, თუმცა მეტაბოლურ დაავადებებსაც აი ეს ცოტა ვერაგობა ახასიათებს იმ მხრივ, რომ შეიძლება არ იყოს უწყვეტი პროგრესირება, ანუ იყოს რაღაცა კრიზებივით, ანუ უცებ რაღაც აფეთქება, უხსნელი აფეთქება ამ სიმპტომების, აი ღებინება ფაღარად ვერაფერს ვერ უკავშირებ ამას, ხო? აი რაღაცა ან უცებ ყაბზობა იქ, რეფლუქსი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა, კვებით, აი პოლიორგანული უკმარისობა რაღაცა სხვადასხვა შინაგანი ორგანოების, რომ ბოლომდე რომ ვერ გაუწევ მას და ამასობაში მე რაღაც სიმპტომური მკურნალობით ჩაცხრება. ცოტა ხანში ისევ რაღაც ესეთი კრიზი შეიძლება დაგვემართოს. იმდენად რომ თუ მეტაბოლურ დარღვევებს რა აქვს ხოლმე საფუძველი, ან რომელიმე ფერმენტის უკმარისობა, ან ამ ფერმენტის კოფაქტორის უკმარისობა, ხო და არ ხდება სხვადასხვა ნივთიერების გადამუშავება სრულად. ან საბოლოო პროდუქტი გვაკლია, ან შუალედური ტოქსიური ისინი გროვდება და წამლავს ტვინს და პირდაპირ ეს ამ ინტოქსიკაციას აგრძელებს და ტვინი ვეღარ აგრძელებს მუშაობას ამ შემთხვევაში და თუ ეს ხანდახან არის რომ რაღაც აი კომპენსირდება ამ ფერმენტის მუშაობა, მე ესევ დეკომპენსირდება. იმდენად რომ თუ კრიზს არ მივუსწარით ხანდახან ანალიზის აღება, შეიძლება ვერც გამოვიჭიროთ ეს ტოქსიური კომპონენტი მაგალითად ან დეფიციტი რომელიმე უბნის. ანუ პაუზა, როცა ისედაც კარგად არის და სტაბილურად არის ბავშვი, შეიძლება არც მაჩვენოს ყველა ანალიზმა მაგალითად ეს სისრულე. აი ეს გენეტიკური კვლევები, რომელიც თქვით, ამ შემთხვევაში ნამდვილად გვეხმარება, იმიტომ რომ ყველა ეს მდგომარეობა უმეტესად არის ხოლმე სწორედ რომელიმე მუტაციით, ასე ვთქვათ, განპირობებული, შესაბამისად აღარც კრიზებს ველოდები, აღარც შუალედში არ მიწევს, რომ იქნებ ახლა ვერ გავარტყი, იქნებ მერე უკეთესად გამოჩნდეს, იქნებ კიდე გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამაში ფულიც მიდის, დროც მიდის და ნერვებიც, ასე ვთქვათ, ხო, ოჯახის წევრების. აი ამ თვალსაზრისით ზუსტად რო გავაკეთე გენეტიკური ანალიზი და შეიძლება იმან არ მიჩვენა რამე ესეთი მუტაცია მაგალითად, მაგრამ თუნდაც ის რომ უკვე ნაცნობი მუტაციებიც არაჩვენა, ეს მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ ის აი თუნდაც მსგავსი ტიპის მდგომარეობები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამასთან მაინც საქმე არ აგვაქვს მაგალითად და ამ ხრივ შეიძლება არ ვაგვიანებდე ამ თვალსაზრისით. თუ არა და აქაც ეგრეთ წოდებული წითელი დროშის სიმპტომები გვაქვს, როდის მივიტანოთ ეჭვი, რეგრესი აქაც აქტუალური, ზოგადად რეგრესი ნევროლოგიაში ერთ-ერთი ესეთი მძლავრი ბაირაღია, ასე ვთქვათ, წითელი ბაირაღი.
ეპილეფსიური გულყრები ასევე, ნებისმიერი ნეიროგანვითარებითი დარღვევა, რომელიც რთულად ემორჩილება მით უმეტეს თერაპიას და პლუს ასოცირებულია ესეთ სამედიცინო მდგომარეობებთან, როგორც წესი არის კვლევის გაღრმავების წინაპირობა. თუ გონებრივ ჩამორჩენას ახლავს ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენაც, ანუ ფიზიკური პარამეტრები, აი წონა მაგალითად ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი, სხვა შინაგანი ორგანოების მხრივ, ანუ ღვიძლის დისფუნქცია მაქვს, თირკმლის დისფუნქცია მაქვს და ასე შემდეგ და აი ეს უჩვეულო სუნი. ბევრ შემთხვევაში აი ეს ტოქსიური მეტაბოლიტები რაღაც სპეციფიური მას აძლევს, შარტს აქვს სპეციფიური სუნი, განავალს აქვს, ოფულს აქვს სპეციფიური სუნი. აქაც დროთა მანძილზე წამოვიდა ცოტა როგორი პრობლემა, იცით, ყველაფერს რო ორი მხარე აქვს. ჩემი სტუდენტობის დროს, მაგალითად ეს იყო 90-იან წლებში, მაგალითად ფენილკეტონურია, ხო, რომელსაც ახასიათებს ძალიან დამახასიათებელი თაგვის სუნი, რაღაცა ეს უცნობ, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. იმდენად რაღაცა ის იყო ხოლმე შესამჩნევი და ის რომ შეიძლება დერეფანში გეგრძნო, შეიძლება ბავშვი შემოვიდოდა თუ არა ოთახში, გარდა იმისა რომ შეხედავდი რომ უიქერაა, ცისფერთვალებაა, შეფერხება ეს იმ წუთში ინთება, ასე ვთქვათ, ეს ალგორითმი. აი ეს სუნი უკვე გეუბნებოდა დიაგნოზს და ფაქტურად იცოდი რა არის. თანამედროვე ამ ჰიგიენურმა საშუალებებმა ცოტა რაღაცებს შენიღბა. ხო, ანუ გაცილებით რაღაც აღარ არის ასე, ანუ მოვა დეკომპენსირებული მაგალითად ფენილკეტონურია, რომელსაც აი გვიან დაესვა დიაგნოზი რაღაცა პრობლემა მოხდა, იმიტომ რომ ეს მაინც არის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული და წესით სკრინინგით გათვალისწინებული, მაგრამ თითქოს ეს სუნი, ანუ სუნის არარსებობა აღარ არის სანდო. ანუ ჯერ კიდე არ ნიშნავს, რომ დავუშვათ ის პრობლემა შეიძლება არ იყოს ამ შემთხვევაში. და თუ არის რამე სპეციფიური, ხა ის მით უმეტეს დამატებით გვეხმარება ამაში. აი უცნაური სპეციფიური, ოღონდ რაღაცა ერთი ტიპის. ეხა სასიამოვნო განავლის და ოფლის და სუნი ისედაც არ არის, ხო, მაგრამ აი რაღაცა უცნაური ზოგჯერ თევზის, ხან მოხარშულ კომბოსტოს რაღაცა შემთხვევაში იმას ადარებენ, რაღაცა კიდე ესეთი სპეციფიური რაც არის. ყოველთვის ითვლება, რომ მათ შორის მეტაბოლურზე დამატებითი კითხვები ისმება ხოლმე. პიკა, ანუ საკვებად გამოუსადეგარი და ესეთი ნივთების მიღება. ჩვენ ვიცით, რომ აუტიზმის შემთხვევაში ეს სენსორული ძიების ან დაუშვათ არიდების ტიპის ქცევის ნაწილი შეიძლება იყოს, თუმცა აქაც ეტყობა ხოლმე, რომ რასაც ქვია ჭამს, ეტანება, აი გამოღრუდა, შეჭამა კედელი. ხო, აი რაღაცა უნდა, აი რასაც ქვია შეჭამოს ამ შემთხვევაში, აი რაღაცა უცნაურს ეტანება. ამ დროსაც განსაკუთრებით ანუ დამატებით შეიძლება იყოს რომ რომელიმე ნივთიერების დეფიციტი მაგალითად ან სიჭარბე გეგონება კომპენსაციისთვის გეგონება ანუ მიაგნო გეგონება რაღაც კომპენსაციის საშუალებას. ამიტომ უყურადღებოთ იმის დატოვება რომ ჯერ ერთი რომ ჭამს საკვებად არასაჭიროც, მაგრამ რა სჭამს ხანდახან ესეც გარკვეულწილად რაღაცა მიმართულებას გვაძლევს ხოლმე ამ შემთხვევაში, ხო? და ნუ მეტაბოლურ კრიზებზე უკვე ვისაუბრეთ. თუ ეს ყველაფერი გვაქვს, მით უმეტეს რამდენიმე ამ წითელი დროშის სიმპტომებიდან იქ აუცილებლად ითვლება, რომ კვლევა უნდა გავაღრმავთ. ეხლა გენეტიკურს რო თავი დავარებოთ, კიდევ ვიმეორებ გენეტიკური გაცილებით მათ ანუ არაორაზროვნად გვეუბნება ხოლმე ამ პასუხს. ეხლა იყო დრო არ ქონდა ეს გენეტიკური, ან ეხლა შეიძლება ყოველთვის ესე უნივერსალურად წვდომადი არ იყოს, იმიტომ რომ ძვირია, იმასაც დრო უნდა და შეიძლება მე უფრო მეჩქარებოდეს მაგალითად პასუხის მიღება ამ შემთხვევაში. ერთის მხრივ არის აი ეს ვრცელი ჩამონათვალი ანალიზების, რომელიც იმისთვის რომ აი სრულად ყველაფერი ამინომჟავები, ორგანული მჟავები, ცხიმოვანი, აი ყველაფერი ესენი გავაკეთო, მაგრამ ერთ რამდენიმე 1000 ლარზე ესეც ადის. და სამწუხაროდ მდგომარეობა აი ამ დაავადებების უმეტესობა ნაკლებად ემორჩილება მართვას. შესაბამისად, ეხლა აღმოვაჩენ 5 წლის მერე აღმოვაჩენ ვერ ვცვლი ვერაფერს, ანუ უბრალოდ ვიცი რომ მაგალითად რაღაც ესეთი ცუდი ხდება. თუმცა ამ ჩამონათვალში არის რამდენიმე ათეული დაავადება, რომელსაც რაც ადრე აღმოვაჩენ, მით უკეთესია, როგორც მაგალითად ფენილკეტონურია. თვითონ კლასიკური ნიშნები შეიძლება თვეების და წლების მერე მომცეს ესე თვალსაჩინოთ. მაგრამ მე თუ ის აღმოვაჩინე სიცოცხლის პირველივე დღეებშიც კი, მე შემიძლია უკვე დავიწყო რამე ჩანაცვლებითი თერაპია, უკვე დავიწყო რამე დიეტით, ანუ შეზღუდვით თერაპია. ფენილკეტონურის შემთხვევაში რა ხდება? ფენილალანინს ზღუდავთ, სპეციალურ კოქტეილზე გადადის ბავშვი, ცილას ჭამს შეზღუდულად და აღარ გროვდება ფენილალანინის ტოქსიური მეტაბოლიტები. ტვინი გადარჩა და შესაბამისად ვითარდება ისე, როგორც საჭირო და მე თავის პროტოკოლი აქვს. გოგონები უფრო დიდხანს იცავენ ამას, ბიჭები სრულწლოვნებამდე მაინც იცავენ და ასე შემდეგ. აი ასეთი
მისთვის გადარჩენისთვის არის სწორედ ეს მეტაბოლური სკრინინგი შემუშავებული, ახალშობილთა სკრინინგი. სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფო ვერ ფარავს ასე მთლიან ამ უნივერსალურად ამას ყველაფერს და ჩვენთან სულ რამდენიმე დაავადებაზეა დაუშვათ ეს სკრინინგი, რომელიც ახალშობილებს სამშობიაროშივე უკეთდებათ, მაგრამ ევროპის და ამერიკის ქვეყნები ამას აკეთებენ დაუშვათ გაცილებით ფართო ჩამონათვალზე. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ კერძოდ. ანუ საქართველოში ხელმისაწვდომია ლაბორატორიაში, ანუ სახელმწიფო არ მიკეთებს, მაგრამ კერძოდ შეგვიძლია ეს გავიკეთოთ. ხელმისაწვდომია და ნამდვილად ის ნეგატიური პასუხი, რომ მოდის დავუშვათ, რომ აი გაფართოებული სკრინინგით პათოლოგია არ არის ნანახი, ნამდვილად მინიმუმ იმ შვებას გვაძლევს, რომ მინიმუმ არ ვაგვიანებ აი ამ რაღაცა ჯგუფის მართვას, რაც ნამდვილად ახლა პატარა ამბავი არ არის ამ შემთხვევაში, ხო? სამაგიეროდ თუ აღმოვაჩინე სიცოცხლის პირველივე დღეებში, რომ სავარაუდოდ მაქვს მაგალითად რომელიმე მეტაბოლური დარღვევა, იქ უკვე არ ველოდები პათოლოგიურ სიმპტომებს, არ ველოდები შეფერხებას, არ ველოდები ეპილეფსიურ ბულყრებს, არ ველოდები სხვა სიმპტომებს, უკვე შემიძლია თერაპიული დაწყების ჩარევა და აქ უკვე დიეტაც გამართლებულია. ის ძალიან მკაცრიც და ძალიან კატეგორიულიც. ის ვიტამინებით შეიძლება ძალიან მაღალი დოზები ზუსტად ვიცი, რომ ის მჭირდება და შესაბამისად მორალურადაც მართალი ვარ, ემოციურად მართალი ვარ და უკვე დავუშვათ იმ სპეციფიური კვების მოძიება მჭირდება თუ სპეციფიური მედიკამენტის გაცილებით მიზანდასახული ვარ, ანუ აღარ ვხარჯავ სხვა რამეზე დროს და ენერგიას. კონკრეტულად ვიცი, ჩემს შულს რა სჭირდება იმისთვის, რომ იყოს უკეთესად და ითვლება, რომ რაც უფრო დავასწარი სიმპტომებს, პრაქტიკულად ნორმალურ განვითარებაზე შეიძლება გავიდეთ და აი ზუსტად მათ შორის მაგალითად იგივე აი ამ კომპლექსის ნაწილი აუტისტური სპექტრიც ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ის იქნება თავიდან აცილებული იქნება, ხო? ამ შემთხვევაში ანუ ფენილკეტონური სიმპტომები თუ არ განვითარდა, მათ შორის არც ის აუტისტური ტიპის ქცევა ამ შემთხვევაში არ განვითარდება, ხო? მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არ ემსახურება აი ამ დამოუკიდებლად დაუშვათ უნივერსალურად აუტისტური სპექტრის პრევენციას, რა თქმა უნდა. აქ საუბარია კონკრეტულად მეტაბოლური დარღვევებზე, რომელიც მათ შორის განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის წინაპირობა და ფონური მდგომარეობა შეიძლება იყოს. თუმცა აქაც ბარემ ვთქვათ ისიც, რომ გამორიცხული არ არის, რომ ერთი და იგივე პაციენტში მეტაბოლური დარღვევის და დაუშვათ აუტისტური სპექტრის განვითარებაზე სხვადასხვა გენეტიკური საფუძველი იყოს პასუხისმგებელი და მე ამ შემთხვევაში კი შეიძლება, რომ თავიდან ავირიდო მეტაბოლური დარღვევა და ამითი არ დავამძიმო აუტისტური სპექტრი, თუმცა აუტისტური სპექტრისგან მაინც ვერ დავიცვა, იმიტომ რომ ის ცალკე ისედაც იყო გათვალისწინებული, რომ ჩემი შვილი იყო დაუშვათ იმ აუტისტური სპექტრის და უნდა ყოფილიყო ჩემი შვილი აუტისტური სპექტრის მქონე. მაგრამ მეტაბოლური ტვირთის თავიდან აცილება ყოველთვის ეფექტურია და აუცილებლად მნიშვნელოვანია და საჭიროა. ეს სლაიდიც ვითხოვე, ასე ვთქვათ, და დავესესხე აი სწორედ იმ ჩვენ კოლეგებს ევროპის პედიატრ ნევროლოგთა ასოციაციიდან და აქ არის აი ვიტამინებთან დაკავშირებული აი ძალიან დიდი ფართო თემა, იმიტომ რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ინტერესი იმატებს ამისი და იმდენად ვეღარ ვასწრებთ სპეციალისტები, ასე მგონია რომ დავაწიოთ ეს ინფორმაცია მშობლებს, დაიწყეს ანუ ყველაფერს იკეთებს, ანუ ყველა ვიტამინს მაშობა, რა ქვია, ზომავს და მე ვიჭედებით, სადიცით, რომ ინტერპრეტაცია ნებისმიერ ანალიზს უნდა ინტერპრეტაცია სიმპტომებთან შესაბამისობა, ხო? აი ეს არის ის ჩამონათვალი მდგომარეობების და პათოლოგიური მდგომარეობების, რომლებიც სწორედაც ვიტამინების მეტაბოლიზმ სიტყვაზე, მათ რაოდენობრივ დეფიციტს, მაგალითად არასრულყოფილ ფუნქციონირებას და ასე შემდეგ, აი ზუსტად შეღწევადობას ნერვულ სისტემაში უკავშირდება, მაგრამ დააკვირდით ის, რაც რეალურად პათოლოგიური მდგომარეობა, რეალურად დაავადება, რომელსაც რეალურად უნდა დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც, როგორი კომპლექსურია. არსად არ არის მარტო განვითარების შეფერხება, არსად არ არის მით უმეტეს მარტო აუტისტური სპექტრის აშლილობა. როგორ ყველგან, თითქმის ყველგან ფიგურირებს ეპილეფსიური გულყრები, სხვადასხვა ტიპის მოტორული დაბლა, დაუშვათ იქ ბულბური დამბლა, მაგალითად ისე ცერებრული დამბლა და ასე შემდეგ, ანუ დისტონია, ანუ სხვადასხვა ესეთი ასოცირებული პათოლოგიური, ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რაც უპირობოდ ნამდვილად აქ ანუ ზრდის ამოცნობის ალბათობასაც და ზუსტად ამ დიაგნოსტიკის საჭიროებასაც. და რეალურად ყველა ეს მდგომარეობა არის ის, სადაც რეალურად დიდი დოზა იქნება თუ თავისი პროტოკოლები აქვს უკვე ამ მდგომარეობებს და ნამდვილად ითვლება, რომ ის ვიტამინი ნამდვილად დიდი დოზით და სტაბილურად და დიდხანს მჭირდება. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც უბრალოდ
დაუშვათ მაინტერესებდა აღმოვაჩინე, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ბევრია ან ცოტა ეს რომელიმე ბეჭდგუფის ვიტამინი. მაგალითად, ეს ჯერ კიდე არ ნიშნავს, რომ ჯერ ერთი ეს სულ 100-ია და სულ ცოტაა და სულ ბევრია ამ შემთხვევაში და ჯერ კიდე არ ნიშნავს, რომ იმას აუცილებლად ეხლავე უნდა გამოსწორება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ არავის არ გვაქვს ესე უწყვეტად ერთი მაჩვენებელი, ხო, რაღაცები არის, რომ იცვლება, ანუ ფლუქტუირებს იმ სისხლშიც და შეიძლება ის თავისთავად სწორდება, მაგალითად, სულაც რამდენიმე კვირაში ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ესე ემპირიულად უკონტროლოთ ბეჭდგუფის ვიტამინების მიცემას არ აქვს მთლად უსაფრთხო ბექგრაუნდი, იმიტომ რომ ეს არის სწრაფად გამრავლებადი უჯრედების წინაპირობა, ხო? და მაგალითად B6 ვიტამინი, რომელიც ერთის მხრივ B6-ზე დამოკიდებულ ეპილეფსიებს და იმის შემთხვევაში, ხო? აი, გვაქვს ეპილეფსიური სტატუსი, რომელიც არ მოხსნა არაფერმა. ამ დროს პირიქით რეკომენდაციაც გვაქვს, რომ დიდი დოზით შედის B6 ვიტამინი, ის ერთჯერადად დიდი დოზა ნამდვილად უსაფრთხოა, სამაგეროდ თუ ის არის ნამდვილად B6-ზე მგრძნობი არის და B6-ზე დამოკიდებული, მომენტალურად სწორდება, ანუ ენცეფალოგრამა გასწორდა ნამდვილად, ანუ თვალსაჩინოა, შედეგს ხედავ ძალიან მალე ამ შემთხვევაში. მაგრამ ის რომ ვიღაცამ უბრალოდ დალია ეს B6 ვიტამინი, ან მაშინაც კი როცა გვჭირდება, ხანგრძლივი მაღალი დოზით მიღება, მაგალითად ღვიძლის სიმსივნეებისთან ასოცირებული აღმოჩნდა. ანუ არც ისე უსაფრთხოა, თუ არ დაიცავი, რაღაცა პრევენცია თუ არ აკონტროლეს ყველაფერი, ხო? ანუ იმასაც თავისი პროტოკოლი აქვს, როგორ სვავ, რამდენ სვავ და როგორ აკონტროლებ ამ ყველაფერს და ცოტა ტენდენცია სამწუხაროდ არის ისეთი, რომ თვითონვე იზომავენ, თვითონვე ინიშნავენ, თვითონვე დოზას განსაზღვრავენ, იმიტომ რომ ასე წერია მაგალითად სადღაც არ არის მთლად სწორი. იმიტომ რომ ისე ბავშვი დგას ამ შემთხვევაში რისკის ქვეშ, თორე ყველა მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ რაღაცა გამოსავალი ვიპოვოთ. ეხლა რა თქმა უნდა ვერ ავუვლით გვერდს ამ ფოლატის რეცეპტორების, ალფა რეცეპტორების მიმართ ანტისხეულებს, ხო, ეგრეთ წოდებული FRAT ანალიზი ამ შემთხვევაში, რომელიც იგულისხმება, რომ ამ ანტისხეულების წყალობით და ეს რეცეპტორების დაბლოკვა იქნება თუ შებოჭვა, არის წინაპირობა მაგალითად თავის ტვინში ფოლატის დეფიციტის, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ტიპის კლინიკური ნიშნებით, მათ შორის აუტისტური სპექტრით, თუმცა არა მხოლოდ აუტისტური სპექტრით და როდესაც რეალურად არის ეს მდგომარეობა, იქ არის გულყრები, იქ არის მათ შორის მოტორული სიმპტომების რეგრესია, ასე ვთქვათ, და არა მხოლოდ მაგალითად ენამეტყველების და ასე შემდეგ. და ზურგის თავზურგტვინის სითხეში არის ზუსტად აი მეთილირებული ფოლატის დეფიციტი. ეგ არის, რომ როდესაც აი ამ ანტისხეულებზე იყო აქცენტი და 2013 წელს მიაქციეს პირველად ამას ყურადღება, არც ისე დიდ ჯგუფში, ანუ 100-მდე ბავშვი იყო, რომელშიც ძალიან დიდ პროცენტს, ანუ 75%-ში იპოვეს რომელიმე ანტისხეულის მაინც, ანუ ან შემბოჭავი, ან დამბლოკავი ანტისხეულის მატება. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ პოპულაციაში ითვლებოდა, რომ სადღაც 3-5% იყო ამ ანტისხეულების დაუშვათ აღმოჩენა და გავრცელება. მაგრამ იმავე ბავშვებში რაღაცა დინამიკის მერე ყველას აღარ ქონდა ეს ანტისხეულები მაღალი, ანუ თავისთავად იყო დარეგულირებული სიტყვაზე, ანუ მათ ეს აუტისტური სპექტრის მდგომარეობა ჰქონდათ, სხვა სიმპტომები ნაკლებად დაუშვათ გამოხატული, იყო რაღაცა პერიოდი მომატებული ეს ანტისხეულები, თუმცა განმეორებითი კვლევით, მაგალითად, ანუ გააჩნია იქ რომელი იმით იყო, ანუ უფრო ნაკლებმა პროცენტმა აჩვენა მაგალითად იგივე ანტისხეულების მატება. და იმის შემდეგაც არაერთმა კვლევამ დაადასტურა ის, რომ სტაბილური არ არის აი ეს მატება დაუშვათ სისხლში და ერთი და იგივე პაციენტში შეიძლება იმატებდეს, iklepdes, იმატებდეს, iklepdes, იმატებდეს, iklepdes. ამ შემთხვევაში, ამიტომ რაღაცა მთლად აი ამ სხვა სტაბილურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლად ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ მოიაზრება. ეს ერთი და მეორე, ანალოგიური ანტისხეულები აღმოჩნდა სრულიად ჯანმრთელ ადამიანებში, სხვა სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც, ხო? ესეთი უნივერსალურად და ერთ-ერთში მიზეზი თუა მაგალითად ამ სხვადასხვა პრობლემის, მაშინ რა იცავს მაგალითად იმ სხვა ადამიანებს, ხო, ამ შემთხვევაში, ანუ თლად უნივერსალურ მიზეზადაც ეს ვერ მოიაზრება ამ შემთხვევაში.
ხა 2013 წლიდანაც ცოტა დრო არ არის გასული. მალევე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ თუ აი სტანდარტული B9 ვიტამინი ვერ ახერხებს ზუსტად ბმას, მაშინ აი ლეიკოვორინი, რომელიც არის ფოლინიკის მჟავა უკვე და მას შეუძლია ამ ანტისხეულებს გვერდი აუაროს და გააკეთოს იგივე საქმე ამ ფოლატის გარეშე. და ამ აი ესე ასევე მცირე ჯგუფი მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია გასული და აუტიზმის მქონე ბავშვებიც ცოტა ნამდვილად არ არიან ესეთი ადამიანები, არც დიდები და არც პატარები და თუ მართლა ასე მაღალია, რომ მათგან 75-ს აქ წესით რეალურად არის მასალა, რომ დაუშვათ დააკვირდა ხო ამას მიმდინარეობას, მაგრამ ზოგადად ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენება ბავშვებში ძალიან შეზღუდულია ეთიკური კანონების მიმართ, ამიტომ ფართო იმაზე მაინც არ არის საშუალება. აი ეს 6-დან 12 თვის ვადაში მიღება ლეიკოვორინის გამოავლინა ქცევის დადებითი დინამიკა. ანუ აქ არ იყო საუბარი სიმპტომების ალაგებაზე, გარკვეული გაუმჯობესება მაგალითად ძილის თვალსაზრისით, გარკვეული გაუმჯობესება მაგალითად ქცევასთან მიმართებაში გამოავლინა, თუმცა არც ისეთი გარდამტეხი, მაინდამაინც გარდამტეხიც ეს ცვლილებები არ აღმოჩნდა აქედან გამომდინარე. ყველაზე ხანგრძლივი კვლევა, რომელსაც მივაკვლიე შედეგების თვალსაზრისით, იყო, რომ 3 წლამდე დაკვირვება, ანუ ლეიკოვორინის, იმიტომ რომ ამასაც თავისი უსაფრთხოებაც ხო მინდა რამდენი ხანი იღებს. როცა მანამდე მაგალითად ლეიკოვორინი გამოკვლეულია ქიმიოთერაპიის მქონე პაციენტებში, იქ ხა მოდი რისკებიც სხვა არის, ხანგრძლივობაც სხვა არის, სამედიცინო პრობლემაც სხვა არის და რაღაცა სხვანაირად ლაგდება პრიორიტეტები ამ შემთხვევაში, ხო? და აი თუნდაც სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებში ეს არ ვიცოდით ეს როგორ მიიღებდა ასე ვთქვათ ეს ორგანიზმი. ერთი იმედისმომცემი არის ის და დამაიმედებელი, რომ აი ამ 3 წლიანი უწყვეტი მიღების პირობებში უხეში ფატალური გვერდით რაღაცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი და სიცოცხლის რისკი მაინდამაინც არ გამოვლენილა. მაგრამ 3 წელიწად ბევრიც არ არის, თუმცა ცოტა დამაიმედებელია, რომ მინიმუმ უსაფრთხოების იმაზე მაინც გავდივართ, ასე ვთქვათ, შედარებით უსაფრთხოა თუ რამდენად უსაფრთხოა, მაგრამ თვითონ მიზეზ შედეგობრივი კავშირის დადასტურება არ დადასტურებამდე, იმაზე რომ რამდენად ეს საფუძვლიანად შეიძლება მოიაზრებოდეს, მით უმეტეს რომ ესე დავარქვათ, რომ აუტისტური სპექტრის პაციენტების სამკურნალოდ ამქამდე ჯერ კიდე ბევრი გზაა გასავლელი, მით უმეტეს თუ ვამბობთ, რომ ეს არ არის დაავადება და ეს არის მდგომარეობა და ეს არის პიროვნების შტრიხები, ეს არის პიროვნება ასეთი, რომელმაც ამალმა უნდა შეცვალოს მაშინ პიროვნება, ხო? ეს ხო არის განსხვავებული დამოკიდება, სხვანაირად ხედავს, სხვანაირად აღიქვავს, მისი კომფორტის ზონა სხვანაირია, იმიტომ იქცევა, ხო, ასე, იმიტომ გადაწყვიტა რომ გელაპარაკოს, არ გელაპარაკოს, ანუ აქ ხო არ არის რომ მაინდამაინც ვერ ლაპარაკობს, აი რამ ხელმძღვანელობა აქვს ხოლმე სიტყვებსაც, უმეტეს შემთხვევაში რაღაცა იმაზე ხვდები რომ ვერ გელაპარაკება, არა, ვერ ლაპარაკობს, არა, არ გელაპარაკება, ანუ მისი პრიორიტეტი სხვა რამეა, ხო? და თერაპია ემსახურება იმას, რომ როგორმე კომუნიკაციაზე გამოვიყვანოთ, ვასწავლოთ კომუნიკაცია, რამე ფორმით უნდა გავცვალოთ ინფორმაცია ამ შემთხვევაში. მაგრამ გადაწყვიტა რომ ლაპარაკი არ შედის მის ინტერესებში და არა ინტერესებს ამ შემთხვევაში. ხა წამალმა როგორ უნდა მოაქციოს იმ განწყობაზე, რომ მაინდამაინც მელაპარაკოს ან დაუშვათ გამიზიაროს რაღაცა, ის ცოტა ძნელი წარმოსადგენია ამ შემთხვევაში. ანუ ბევრი რამე არის დამატებით კიდე გასაკეთებელი. თუ არ განვიხილავთ, რომ ეს არის ზუსტად ის ასოცირებული სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ამძიმებს მაგალითად მიმდინარეობას. ანუ არის არა მიზეზი, არამედ თანხლებული მდგომარეობა, რომელიც ახლა თუ გამოვასწოროთ, ცუდი არ არის, იმიტომ რომ ეს ხელს უშლის, დამატებით უშლის ხელს. ამ შემთხვევაში უფრო გამართლება ექნება აი ამ მკურნალობის და ესეთ საშუალებების ძებნას. მოკლედ რო შევაჯამოთ ამ შემთხვევაშიც არის ის, რომ არის არასაკმარისი ინფორმაცია, მაინც მცირე ჯგუფებზე ჩატარებული, ერთის მხრივ თითქოს დადებითი დინამიკა, რომელსაც კიდე ჭირდება მტკიცებულება და დროში გამტკიცება და მეორეს მხრივ აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე ბავშვიც ეს ანტისხეულები არ არის სტაბილურად მაღალი და არ არის სტაბილურად ყოველთვის წარმოდგენილი, ისევე როგორც დავუშვათ მერე აი რაღაცა ხანგრძლივი იმის შემთხვევაშიც ჯანმრთელ ადამიანებშიც მაგალითად შეიძლება რაღაცა პერიოდი დაფიქსირდეს, მაგრამ მათ ქცევაზე გავლენა არ იქონიოს ამან. კი ბატონო, კვლევებიდან ძალიან მინდა შევეხო ამ თმის სპექტრულ ანალიზს. იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია და ცოტა საფრთხილო არის იმ ხრივ, რომ მეტისმეტად
ენდობიან და მეტისმეტად ემყარება და განსაზღვრავს და უშუალოდ ანუ ამითი არჩევენ დანამატებს, იწყებენ რაღაცის შევსებას, იწყებენ დეტოქსის გაკეთებას და ასე შემდეგ. როცა ყურადღება მიიქცია ამ სპექტრულმა ანალიზმა, მე მახსოვს აი სადღაც რომელი წლები იყო ალბათ 2008-2009 რომ ძალიან ესე აქტიურად წამოვიდა, იმიტომ რომ გამოსავალი თითქოს მოგვეჩვენა რომ ეს არის გამოსავალი, იმიტომ რომ ამ ბავშვებთან ან ნებისმიერი ანალიზის აღება, ხო? ეს ჯერ კიდე ის ეტაპი იყო რომ აი მძიმე ლითონებზე უფრო ესეთი ის იყო კვლევა მაგალითად რომ უნდა შევისწავლოთ, უნდა გავარკვიოთ და ცოტა რთული იყო. ერთი რომ იყო ძვირი და მეორე ტექნიკურადაც ადვილი არ იყო ამ ბავშვებისთვის სისხლის აღება. და მოგვეჩვენა რომ აი ეს თმა, რომელშიც შეიძლება დაუშვათ განსაზღვროთ ეს მაჩვენებლები როგორც დეპო, ანუ ჩავთვალეთ რომ თმა არის დეპოი იმ რაღაცა შინაგანიდან, რაღაცა ტოქსიური თუ არატოქსიური ნივთიერებების და რატომაც არა ხა თმის შეჭრის საშუალებას როგორმე ყველა ბავშვს რაღაცნაირად მოახერხებ აქედან გამომდინარე, ხო? და იყო რომ ზოგან მოდიოდა შედარებით მაღალი, ზოგან შედარებით დაბალი და თანაც ამ სპექტრული ანალიზის დროს მარტო ტყვიაზე და ამაზე არ იყო საუბარი, სხვადასხვა მიკრო და მაკრო ელემენტები განისაზღვრებოდა. ოღონდ ნელ-ნელა გამოიკვეთა ერთი რამე, რომ როდესაც მე დავიწყეთ გადამოწმება სიტყვაზე სისხლში უკვე მიზანმიმართული გადამოწმება, ყოველთვის არ ემთხვეოდა იმ მაღალ და დაბალს და დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რომ არ შეესაბამება შინაგან დაუშვათ აი სისხლში იმ მიკრო და მაკრო ელემენტების შემცველობა თმაში ამ მიკრო და მაკრო ელემენტების შემცველობას. და მართლა რომ დავფიქრდეთ ცოტა ისე კრიტიკულად ნახეთ, თმა არის გარეგანი სტრუქტურა, რომელსაც კონტამინაცია აქვს ძალიან ბევრ და ექსპოზიცია აქვს ძალიან ბევრ გარეგანებასთან. ამიტომ მან შეიძლება დაიმატოს რაღაცა გარედან სიტყვაზე მიკროელემენტები, ისევე როგორც ამ დასაბანმა და სხვადასხვა საშუალებამ გამოფიტოს ხო სიტყვაზე და საუბრში მართლა უფრო მეტი მქონდეს ვიდრე თმაში. ასევე თმის ზრდასთან ერთად თუ მე მაგალითად მართლა რამე ტოქსიურის და ესეთი მატარებელი ვარ სიტყვაზე, ის ეტაპობრივად გადავა ხო თმაში. შესაბამისად, ჩემი თმის ბოლო შემოწმდა თუ თმასთან ბოლქვთან ახლოს შეიძლება იმ თმის შემადგენლობა სხვანაირი იყოს. და ეს მთლად ასე მილიმეტრებში ამას არავინ არ ზომავს, ხო? და ეს არის ესეც საშუალო არითმეტიკული, ასე ვთქვათ, ხო? ბოლო და თავი რაღაცნაირად ერთად არის გაერთიანებული. ამიტომ დღეს ზუსტად ვიცით, რომ კლინიკური გამოყენებისთვის, კლინიკური სარწმუნოებისთვის და სანდოობისთვის, იმისთვის, რომ მე დაუშვათ მაინტერესებს თუთია, სელენი და ასე შემდეგ, როგორია დაუშვათ ორგანიზმში ამისი შემცველობა, თმა გამოვიყენო ამისთვის, იგულისხმება, რომ არ არის სანდო. ეს თუ გვაინტერესებს დღეს და ახლა რა ხდება, ვიკვლევ ამ ყველაფერს სისხლში, ხო? თმა შეიძლება გამოდგეს რაღაც ესეთი თეორიებისთვის, ჰიპოთეზებისთვის, ეხლა რაღაც არქეოლოგიურ გათხრებში რომ იპოვეს და იქ რომ ვიღაცასთან დარიშხანე და ის იპოვეს მაგალითად და ივარაუდეს რომ ის საწოდავი და უშუალოდ გარდაიცვალა რაღაცა ინტოქსიკაციით, ეხლა ეს სხვანაირი თეორიებია ისტორიულ ჭრილში და დღეს 5 წლის ბავშვის შინაგანეის რომ უნდა შევაფასო მაგალითად მისი მიკრო და მაკრო ელემენტების შემცველობა, თმა ამისთვის სანდო არ არის. მით უმეტეს რომ მე უნდა დანამატი გამოვიყენო, რაღაცა დოზა შევარჩიო და რაც თავია ვაკონტროლო მე რომ ეხლა გამოსწორდა თუ არ გამოსწორდა. ცოტა პარადოქსია ხო, იგივე რამდენს მოასწრებს ახლა რამდენი თმა გაიზრდება და იგივე თმა უნდა მოვჭრა და რაღაცა პერიოდის მერე დავშვათ იგივენაირად გავაკეთო ამ შემთხვევაში. ანუ იგულისხმება რომ ეს სანდო არ არის, შეიძლება იაფია, შეიძლება მიმზიდველია, მაგრამ ესეთი ღრმა დასკვნებისთვის სანდო არ არის. ცალკე აღებული მძიმე მეტალები, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, მოხსნილი დღის წესრიგიდან არ არის. ეგ არის, რომ ასეთი უნივერსალური მიზეზშედეგობრივი ის მანაც ნელ-ნელა გადაიწია უკანა პლანზე და ის რომ მაინდა-მაინც აუცილებლად მძიმე მეტალები უნდა იყოს მაღალი, აღარ განიხილება ასე, იმიტომ რომ უამრავი ბავშვებისაც არ აქვს ეს მძიმე მეტალები მომატებული, მაგრამ აქვს საკმაოდ რთული ფორმა და საკმაოდ რთულად სამართავი ფორმა. მეორეს იმხელა აქვს ტყუის მაჩვენებელი სისხლში, რომ მართლა ემას იზავს, მაგრამ
რამდენიმე თვეში ნორმალიზდა, ხო, იმიტომ რომ რაღაცა გავითვალისწინეთ მაგალითად ყოველდღიურობაში. ანუ აქაც რაღაც ესეთი მყარი შესაბამისობა არ აღმოჩნდა და დღეს უკვე ასევე ვიცით, რომ ეს დიდი ხნის წინაც ვიცოდით, რომ ტყვით ინტოქსიკაცია სანამ ესე მასშტაბურ რაღაც ნეიროგანვითარებით დარღვევას გამოიწვევდა, მაგალითად იწვევდა აი რკინის დეფიციტს, ჰემოგლობინთან დაკავშირებით პრობლემებს და ასე შემდეგ. ანუ სხვა ინდიკატორებიც ჰქონდა ამ სიტუაციაში და ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც სულ არ იყო აუტიზმი ესე აქტიურად და უშუალოდ განხილვის საკითხი, ჩემი სტუდენტობის დროს პირველი ამას გვასწავლიდნენ, რომ განვითარების შეფერხების ბავშვი, რომელსაც ქრონიკულად დაბალი აქვს ჰემოგლობინი, მაგალითად ქრონიკული ანემია აქვს, პირველი მოიკითხეთ სწორედ ეს მძიმე მეტალებთან მიმართებაში, მაგრამ აქ აი ზუსტად ეს იყო, რომ კონკურენციაში აი ეს ტყვის ცვლა, რკინის ცვლა და ასე შემდეგ და სიმართლე გითხრათ, დღეს კი ვსაუბრობთ ამ ეკოლოგიურ კატასტროფებზე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძველი დროც და ძველი ცხოვრებაც ახლა ძალიან თავისუფალი იყო ტყვისგან, იმიტომ რომ ზუსტადაც მაშინ აი 70-იანი წლების მაგალითად სამშენებლო მასალების აღებავები და ასე შემდეგ ძალიან მდიდარი იყო ტყვით და ზუსტად ეგ იყო, რომ ასეთ ბავშვებს პირველი ვეკითხებოდით, რომ ძველი რემონტი ხო არ გაქვს სახლში, იმიტომ რომ იმ ძველ სახებავებში იყო. თუმცა ანუ ნახეთ, იყო ტყვით ინტოქსიკაცია, მაგრამ მაინდა-მაინც აუტიზმში ეს არ ვლინდებოდა სიტყვაზე, იყო სხვა ტიპის ნეიროგანვითარებითი დარღვევები. რა თქმა უნდა, რისკი იმისით, რომ ყველაფერს აუტიზმი არ ერქვა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მასშტაბურით და ასეთი საყოველთაოც ეს პრობლემა არ იყო, ხო? ყველას გამახსოვრებათ ადრეულობაში გამოწერილი გაზეთს რო კითხულობ და ხელები გიშავდებოდა, ის საღებავით და ის საბეჭდი მასალაც არ იყო უვნებელი ტყვიასთან მიმართებაში და მერე დაიწყეს უკვე ამისი შედარებით უსაფრთხოებით ჩანაცვლებაც, ხო? ასე რომ რისკის ქვეშ ჩვენი ბავშვობაც და ჩვენი ისიც იყო, თუმცა მართლა ერთ-ერთში ეს არ იყო რისკი და დღესაც არის ქვეყნები, სადაც უფრო მოწესრიგებულია ეკოლოგიური მხარე, სადღაც ნაკლებად მოწესრიგებულია, მაგრამ ფაქტია, რომ თეთრი ადგილი აუტიზმთან მიმართებაში და დაცული აუტისტური სპექტრის აშლილობისგან, რომ სადღაც არ არის აუტისტური სპექტრის აშლილობა, ფაქტიურად არ მოიაზრება განვითარებული, განვითარებადი ქვეყნები ერთმანეთზე რაღაცა არანაკლებ არიან ამით დაზარალებულები. ასე რომ ესეთი რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. რეალურად ბევრი ვიცით, ბევრი ვისწავლეთ, მეცნიერები მუშაობენ ნამდვილად თავდაუზოგავად და არაერთი ქვეყნის ძალიან დიდი და ბრწყინვალე ტვინები არიან ამით, იმიტომ რომ დაინტერესება აქვს ყველას ბევრი, თუმცა მაინც მივდივართ იქამდე, რომ ჯერ კიდე ძალიან ბევრია აღმოსაჩენი და ჯერ კიდე ძალიან ბევრია, ასე ვთქვათ, გამოსაკვლევი. მადლობა.